ძალიან ბევრ პედაგოგს საერთოდ, ესე ვთქვათ, პედაგოგიურ საქმიანობას მიკარებას კი არა, კილომეტრებით აუკრძალავდი, რომ საერთოდ შეეღოს. ხშირი არის იმედგაცრუებებიც რა. მეც პირადადაც მქონია. აი რა უნდა იცოდეს რეზიდენტმა ვთქვათ. ხანდახან ისეთი ტკივილები აქვს თავის ღებინებით, გულის არეში ტკივილით, რომ შეიძლება სულ სხვა, შეიძლება გეგონოს, რომ ადამიანს მაგალითად რაღაცა ინფარქტის ნიშნები. ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ გული არავის არ ერევა. საჭუს მონელების პრობლემებით არავის არ აქვს. ყველანი გამოპრანჭულები რაღაც კარგად მოდიან, კარგად და სწორად შეარჩიონ სად, ესე ვთქვათ, შეისწავლიან ამ პროფესიას და ვისგან. წელში გადამივიდა წვეთი ვიგრძენი ან ჩამომივიდა კანზე, ეს დაკარგული წვეთი არის, მაგრამ უსინათო შეიძლება იყოს მხედველობის ნერვის დაზიანების გარეშე? ლაზერული კორექცია ვისაც აქვს ჩატარებული, დღეს ვინც ჩაიტარა, ხვალ ვინც ჩაიტარებს და გვისმენს და მოусმენს ამ საკითხთან 10 ახლობლები, დაიმახსოვრეთ, რომ გამარჯობა, მე ლალიკო ვარ თბილისი მედიკიდან და ჩემი სტუმარია კლინიკა ახალი მზერას ოფთალმოლოგი, ქირურგი რევაზ ბეზარაშვილი. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა რევაზ. მადლობას გიხდი პირველ რიგში სტუმრობისთვის. ასევე მადლობა მოწვევისთვის. მე უყურე თქვენს წინა ჩანაწერს და მადლობა მინდა მოგიხადოთ ესეთ საინტერესო ვიდეოსთვის, რომელიც თბილისი მედიკმა და თქვენ შემოგთავაზეთ, ძალიან ინფორმატიული იყო და ინტელექტუალურად დატვირთული. მადლობა ასეთი შეფასებისთვის. მოდი დავიწყოთ ცოტა ბავშვობიდან რომ მივყვეთ, ვთქვათ, შეიძლება ბავშვობა იყოს, შეიძლება ცოტა მოზრდილი ასაკი. რატომ გადაწყვიტეთ, ვთქვათ, რომ ექიმი გამხდარიყავით და კონკრეტულად ოფთალმოლოგია რატომ აირჩიეთ, ვთქვათ, ეს მიმართულება? კი ბატონო, მე ვეცდები მოკლედ მოვყვე, იმიტომ რომ ცოტა ვრცელი ისტორია ამასთან დაკავშირებით, კონკრეტულად მით უმეტეს ოფთალმოლოგია რატომ ავირჩიე და ცოტა სახალისოც კია ეს ისტორია, ჩემი აზრით და ვისთანაც ბევრისთვის არა, მაგრამ მომიყოლია. რომ ვეცდები მოკლედ ზედაპირულად თქვა, თავდაპირველად ბავშვობიდან ოჯახის წევრები ბევრი ექიმები მყავს და სხვა პროფესია არსებობდა თუ არა, არც ვიცოდი რა. იმიტომ რომ ფაქტიურად მაშინ ესე ვთქვათ ეს ინტერნეტი, კომპიუტერი და სოციალური ქსელები არ იყო, მე მაინც უფრო 90-იანების ესე ვთქვათ თაობას მივეკუთვნები და ძირითადად იყო ხოლმე ტელეფონის ზარები სახლში და ეს დედა ჩემი ქეთევან სულაბერიძე, ნეფროლოგი არის, მოვიკითხავ აქედან. და ასევე სხვა ოჯახის წევრებიც, მოკლედ ხშირად სატელეფონო საუბრები იყო და მიდიოდა სულ მედიცინაზე გესმოდეთ საუბრები. ეს პირს როგორ და სულ ეს საუბრები ხშირად მესმოდა ხოლმე, თითქმის ყოველდღე რა და რაღაც დანიშნულების მიცემები, იმიტომ რომ მაშინ ცოტა ისეთი დრო იყო, რომ მჭირდა ექიმთან მისვლას, ან რაღაც დისტანციურობის გამო კლინიკებში ესე აქტიურად ვერ დადიოდა ხალხი, ფინანსური გაჭირვებაც ასე თუ ისე იყო. და სხვა პროფესია იყო თუ არა, არც ვიცოდი რა. ვიზდებოდი და ბიოლოგიამ ჩემი ინტერესი დაიმსახურა, ესე რომ ვთქვათ, სკოლაში. მასწავლებლიც კარგი შემხვდა. მოკლედ რომ მოვიდა ეს უნივერსიტეტში ჩაბარების პერიოდი, გადავწყვიტე თან ჩემი და ჩემზე დიდი არის სალომე ბეზარაშვილი, ისიც სამედიცინო სფეროში არის, ეპიდემიოლოგი არის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმუშაობს. ასოცირებული პროფესორია, მოკლედ ისიც უკვე თან სწავლობდა, იყო მეორე კურსის სტუდენტი და მეც მაგ მიმართულებით წავედი. შემდეგ ძალიან კარგი პროგრამა იყო, მეორე კურსი რო დავამთავრე და ეხლა არ ვიცი, არ მგონი ეხლაც არის რა, როგორც ესე ვთქვათ, მაქვს ინფორმაცია და თურქეთში მოკლედ ერთთვიანი სტაჟირება იყო, გავიგე. გაცვლითი პროგრამა ხო? გაცვლითი ნაკლებად, იმიტომ რომ იქიდან მგონი აქ არავინ ჩამოდიოდა, მაგრამ ხო, ესე რაღაც ერქვა სტაჟირების პროგრამა და იქ მოვხვდი მოკლედ რა და რატო არ ვიცი იმ პერიოდში გასტროენტეროლოგია მაინტერესებდა რა, თან ბიძა მყავს გასტროენტეროლოგი, გელა სულაბერიძე პროფესორი, მოვიკითხავ მასაც აქედან და რაღაც ამ სფეროში ვფიქრობდი, რომ რაღაც ჩემი ესე ვთქვათ ინტერესი დამაკმაყოფილებინა და მოკლედ პირველი ერთი კვირა ვიყავი ამ მიმართულებაში და ჩემი ინტერესი იქვე ესე ვთქვათ წაიშალა, იმიტომ რომ
მივხვდი რომ ჩემი არ იყო რა ეს პაციენტები ნამდვილად არ იყო ჩემი და მეგობრები ვიცოდი რომ იყვნენ ოფთალმოლოგიის დეპარტამენტში რამდენიმე სართულით განსხვავებულ სართულზე და ნუ რომ მორჩით აქ სამუშაო დღეს წავედი ამ ჩემს მეგობრებთან ისე უბრალოდ მაინტერესებდა რა შვებოდნენ ეს ძირითადად საქართველოში ყოფნის პერიოდს თუ თურქეთს ყვები ისო. თურქეთს ამბავს ვიხსენ. მანამდე ოფთალმოლოგია, ნუ ვიცოდი რომ თვალი იყო ორი და რაღაც სკოლიდან მოყოლებული ინფორმაცია და ანუ ის პირველ წელს, მეორე წელს რაც ვისწავლე ანატომია ფიზიოლოგიაში. ვეცდები მოკლედ თქვა და იქ რო შევედი ნუ თხოვეთ რომ რაღაც ჩვენი მეგობარიაო დაესწრებაო გასინჯვებსო და ნუ შევედი დავესწარე. ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ გული არავის არ ერევა. საჭუს მონელების პრობლემებით არავის არ აქვს. ყველანი გამოპრანჭულები რაღაც კარგად მოდიან, ჯდებიან და მომხიბლა რა. რომ ჯერ ერთ აპარატზე სვავენ, მერე მეორე აპარატზე, მესამეზე და ხდება ამ პაციენტის ესე ვთქვათ მრავალმხრივი გამოკვლევა. მე გაიყვანენ რაღაც სხვა აპარატზე, ნუ მაშინ არ ვიცოდი და ეს ყოფილა ხედველობის ველი, იქ რაღაც კომპიუტერული ტომოგრაფის აპარატი და მოკლედ ძალიან მომეწონა ესე ვთქვათ მრავალფეროვანი რომ იყო. მე ოპერაციებზე შევედი. ნუ ის დავიდა და არც მისულვარ იმის მერე. უთხარი რომ მეთქი მე აქ ვიქნები თქო და მოკლედ ოპერაციებსაც დავესწარი ძალიან მომეწონა ეს მიკროქირურგია. ესე ვთქვათ იუველირისი ზუსტით რო ასრულებდნენ ამ მიკროქირურგიულ მანიპულაციებს მიკროსკოპის ქვეშ. და აი ამის მერე რო ჩამოვედი გადავწყვიტე რომ ოფთალმოლოგიაში მეცადა ბედი მესამე კურსზე ნუ სწავლობდი ისე თავი დავანებე ამაზე ფიქრს მეთქი ჯერ ადრეა თქო და აი უკვე რო გადავედი მეოთხე კურსზე სადაც მოდულები მეწყებოდა მან ცოტა დროც უკვე ისე მქონდა რომ ნუ თუ გაინტერესებთ ვიტყვი ვინ იყვნენ ჩემი სად როგორ მოვხვდი ეს რა თუ თქვენი გაინტერესებთ ნუ ესე მოხდა მოკლედ ჩემი კავშირი ოფთალმოლოგიას. რა მინდა რომ გითხო, აი სწავლის პერიოდში საქართველოში ვთქვათ, არ ვიცი მე როგორ არის სახელმწიფო უნივერსიტეტს თუ აქ მაგის შესაძლებლობა ვთქვათ, რომ ანუ აქ კლინიკებში ვთქვათ, მიხვიდე, ნახო, რომელი სფერო მოგწონს, რა არის საინტერესო, რომ ვთქვათ, მაგის მერე მიიღო გადაწყვეტილება. აი 4 წლის განმავლობაში თუ აქ ამის შესაძლებლობა. თუნდაც 6 ხო 6 წლიანი არის. სწავლებას მედიცინის ფაკულტეტზე ესე რომ მე 6 წელს იღებ გადაწყვეტილებას კონკრეტულად რა ხაზით წახვიდე ხო? აი გეტყვით რას რომ ესე ვთქვათ შენ თვითონ თუ მიიღებ გადაწყვეტილებას თორე მე ვთქვათ მე-5 კურსიდან ან მე-4 კურსიდან ოფთალმოლოგიაში მინდა და ეხლა მხოლოდ აქ ვიქნები ესე არ არის. ან ყველაფერს ყველა ერთნაირად სტანდარტულ პროგრამას გადის მთელი 6 წლის განმავლობაში ეს არჩევა არის ინდივიდუალური რა ვიღაცას უნდა ვთქვათ რეანიმატოლოგობა და მორიგეობს კლინიკებში, ან ვიღაცას კარდიოლოგია დაინტერესებს და ამ დეპარტამენტში და ნუ ჩემ დროს მე მაგალითად აი მე-4 კურსი რო დავამთავრე, ასევე იყო ეს შესაძლებლობა, ეხლა არ ვიცი არის თუ არა კლინიკაში, გავიარე 2 კვირიანი საზაფხულო სტაჟირება ოფთალმოლოგიის თვალისწინებათა დეპარტამენტში რა. ხელმძღვანელი იყო პროფესორი მერაბ დვალი. იყო ეს პროგრამა და ამ მე უკვე ასე ვთქვათ დავდიოდი ოფთალმოლოგიაში ასე თუ ისე მქონდა რაღაც ჩემი მცირე გამოცდილება, მაგრამ ამ არც ამაზე ვთქვი უარი და ამაშიც მივიღე მონაწილეობა. მაშინ ესეთი კლინიკა იყო, ეხლაც არის. ნინო კარანაძე, პროფესორი ნინო კარანაძე არის ხელმძღვანელი და ლაიონსი ალბათ. კი ბატონო, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა, როგორც ვიცი, ესე ქვია ეხლა და აი აქ გამიშვა თვითონ პროფესორმა მერაბდვალმაც მაგ პერიოდში, იქაც მივიღე ესე ვთქვათ გამოცდილება და მე იქ ვიარე რაღაც პერიოდი წელიწად ნახევარი 2 წლამდე, სანამ ჩავაბარებდი უკვე რეზიდენტურაში და იქაც სერიოზული გამოცდილება მივიღე, მაგრამ ნუ მაინც ვახსენებ ერთ-ერთი ჩემი პირველი მასწავლებელი ოფთალმოლოგიაში ეს იყო პროფესორი საშა ალექსიძე. ვისთანაც პირველად მოვხვდი რა, კი არა მიკროქირურგიული მიკროსკოპიც კი მათხოვა და სახლში ქონდა დამონტაჟებული და ღორის თვალებზე პატარა ესე ვთქვათ, კი, ვარჯიშობდი, რამაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს აი მიკრო მანიპულაციების ესე ვთქვათ, ხელით შესრულების განვითარებაში რა. ანუ მე როგორც მივხვდი ხა აი უნივერსიტეტის პერიოდში ძირითადად
თუ სტუდენტი მონდომებულია და ეძებს რაღაც სიახლეებს, თუნდაც აი თურქეთის თემა რაც დიახ. იყო, ან თუნდაც კლინიკებში ყოფნის შესაძლებლობა სხვადასხვა მიმართულებით, მანდ უფრო მიხვდება რა უნდა რომ აირჩიოს და ეს დიახ, მხოლოდ თქვათ სავსებით. თეორიულად ლექციებზე სიარული და ასე შემდეგ დიახ. არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდე, კი, თქვათ აი რა ხაზით გინდა რომ წახვიდე, ხო? ზუსტად 100%-ით გეთანხმებით, მჰმ. იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს იგივეა, როგორც აი არის მაგალითად ეხა აქტუალური არის ამ სპორტის სახეობა, ყველა მოუბრუნდა და გულშემატკივრობს და ძალიან კარგი ფეხბურთს ვახსენებ, ფეხბურთს, ხო. აი ფეხბურთელი რომ ფიზიკურად კარგად ავარჯიშო, გამძლეობაში რაღაც თქვათ დახვეწომისი ელასტიურობა, თეორიული ცოდნა და ბურთს არ აძლევდე რა ესე რომ ვთქვათ, მჰმ. ტექნიკურად შესრულება არ შეეძლოს იმისი, რაც გონებაში ესე ვთქვათ ბევრჯერ აქვს გავლილი. ან მაგალითად თეორიას ასწავლიდე ძალიან კარგად მართვის ესე ვთქვათ, მანქანის მართვის, ასევე უხსნიდე რა დეტალებისგან შედგება, როგორია ძრავი, ისა და ესა და მანქანა არ გყავს, და ხო? აი საჭე ხელში არ ქონდეს ნაჭერი. მჰმ. აი დაახლოებით ფიქრობ რომ იგივეა, როგორც თეორიულად იდეალურად მომზადებული სტუდენტი, ჩემი აზრით ყველა სფეროში. ეს მედიცინას არ ეხება მხოლოდ. და აი ესე ვთქვათ, შეხება კონდეს ან ნაკლები, ან ვერ ეხებოდეს იმ საგანს, რაც რის ირგვლივაც ესე ვთქვათ, მისი ინტერესი მოძრაობს რა. მჰმ. მე ვიცი რომ თქვა სხვადასხვა ქვეყნებში გაქვთ გამოცდილება დიახ. რეზიდენტურის მჰმ. პერიოდშიც, თუ არ ვსტობი და მერეც, დიახ. რომ გადიხარ თქვა საზღვარგარეთ რაღაც კონკრეტული манипуляციის ან ნუ ზოგადად თქვა ოფთალმოლოგიასთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად. აი ამაზე რომ მოგვიყვეთ, საინტერესო იქნება, კი იმიტომ ბატონო, რომ სიამოვნებით. რეზიდენტები ხო, მეც ვიცი, თქვა რაღაცა გარკვეული პრობლემები რაც აწუხებთ რეზიდენტებს. ოფთალმოლოგიაში ნუ ზოგადადაც ხო რო განვაზოგადოთ და აი რომ მოგვიყვევ თქვათ რა გზა გაიარე აი რეზიდენტურის მჰმ. პერიოდში რომ იქნებ რაღაცა იყოს мотиваციის მიმცემი ან რაღაცა ახალი გაიგონ ამითი და რა შესაძლებლობები გვაქვს ჩვენ საქართველოში ხო. ესე რომ დავუყოთ და რა ხდება საზღვარგარეთ. ნუ მე ვეცდები ჩემი ამ ესე ვთქვათ ხედვით მჰმ. თქვენც და მსმენელსაც დავანახო რა ხდება ზოგადად და რა მოლოდინები უნდა კონდეს, ან ხშირი არის იმედგაცრუებებიც რა. კი. მეც პირადადაც მქონია, კი არა, რაღაც მომენტში მიფიქრია, რომ აი რაღაც ხო არ შემეცვალა თქო რა, იმიტომ რომ პროფესია? თუ მიმართულება. თუნდაც ან მიმართულება ან რაღაც თქვათ სხვაგან ხო არ მჰმ. მოკლედ. იმიტომ რომ ხშირად ხოლმე ესე ვთქვათ ელოდები, მოლოდინი ერთი გაქვს და რეალობა მეორეა რა. მე ნუ ეს ალბათ ყოველთვის აქტუალური იქნება. ვურჩევდი ვისაც ჩემსავით ან ზოგი უფრო ადრეც დაინტერესებულები არიან ნუ სხვა სფეროს ვეცდები რომ ნაკლებად შევეხო. ხო, რაც ვიცით ხო ის რა. მოყვეთ ნუ კონკრეტულად. მე რაც მეხება იმაზე კონკრეტულად ოფთალმოლოგიას შევეხები და კარგად და სწორად შეარჩიონ სად ესე ვთქვათ შეისწავლიან ამ პროფესიას და ვისგან. ეხლა ცუდად შეიძლება გამომივიდეს ან შეიძლება არც გამომივიდეს, მაგრამ ვიტყვი რომ ესე ვთქვათ, ოღონდ ზოგადად საუბრობ, აი კი. გინათ სკოლის პედაგოგს აქვს, ანუ ვინც გასწავლის, მენტორს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა რა. და ვიტყოდი რომ აი ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ საკითხში, სადაც არ ყოფილ ვარ და ნუ თქვენც მეც ალბათ ძალიან ბევრი მასწავლებლის ხელში გაგივლიათ, ხო? მე პირადად რომ მომცეთ ნება, აი შემაკავებელი ორდენი რო არის რა. მოსამართლეები რო ხო. ესე ვთქვათ წერენ ხოლმე და რაღაც ადამიანზე ან რაღაცაზე კილომეტრებით რომ მიკარება უგრძალავენ, აი ზუსტად მასე გავაკეთებდი. ძალიან ბევრ პედაგოგს საერთოდ ესე ვთქვათ პედაგოგიურ საქმიანობას მიკარებას კი არა, კილომეტრებით აუკრძალავდი რომ საერთოდ შეეხოს რა. ოღონდ მათ პროფესიონალის სტუდენტებთან გულისხმობ და ზოგადად საინტერესო ვამბობ რა, ასევე სტუდენტებთან რა, ასევე სკოლის და ასევე აი ბევრ სფეროში. ანუ ნახეთ, მე გულისხმობ რას. მჰმ. ოღონდ პროფესიონალის არ ვეხები რა. აი ხო, შეიძლება მაგის იყოს თქმა მინდოდა. მაღალი დონის პროფესიონალი,
მაგრამ ის სურვილი და ესე ვთქვათ, მონდომება არ კონდეს, ან რომ სხვა ნაკლები სასწავლოს, ხო? კონდეს, ხო. ნუ საქართველოში პოპულარული არის და ძალიან დღემდე ესე ვთქვათ, არის აქტუალური ეს აი რაღაც სალექტორო საქმიანობაში თუ ხო. საპედაგოგო საქმიანობაში მოღვაწეობა რა და მჰმ. ჩემი აზრით უნდა ფასდებოდეს რამდენად შეუძლია ამ ადამიანს, სხვა ადამიანს, და რამდენად კი. აქვს ასევე სურვილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყოლია გამივლია პედაგოგებთან და ესე ვთქვათ, ლექტორებთან, ვისაც მოტივაცია ჩემთვის დაუქვეითებია და მე 4 და 7 ძალისხმევა ჩემი თავში მიპოვია ის ძალა, რომ ეს ვთქვათ, ისევ ამეწია მჰმ. მოტივაცია და არ მიმეტოვებინა რაღაც კონკრეტული საგანი ან კონკრეტული საქმიანობა და პირიქით, მაგალითად, აი ჩემი არ არის ჩემი ან რაღაც მოტივაცია არ მქონია ისეთი მაღალი, მაგრამ აი ლექტორს თუ პედაგოგს, ესე ვთქვათ, სკოლაში იქნებოდა თუ უნივერსიტეტში, გინდა რეზიდენტურაში, ისეთი მოტივაცია მოუწია ჩემთვის, რომ ფიქრი სხვაგანაც აღარ მიმდიოდა, ანუ სულ ხო. იმაზე ვიყავ კონცენტრირებული და ესე ვთქვათ, ამან ჩემი მოტივაცია 1-2 აამაყლა. მოდი აქვე კი კითხავ ბატონო. აი ამ თემასთან დაკავშირებით, ანუ უნდა გაიმიჯნოს ეგ საკითხით ცალსახად, რომ დიახ. შეიძლება იყო ძალიან მაღალი პროფესიონალი, მოკლედ დიახ. შენი საქმის და იმ ოპერაციებს იდეალურად ასრულებდე. თუნდაც ამას არამარტო არ ვეხებით ოპერაციებს. ჩვენ, ეხლა ამ შემთხვევაში ამ საკითხს არ კი ბატონო. ვაფასებთ, ჩვენ ვსაუბრობთ, რამდენად აი ეს პროფესიონალი ექიმი, ვთქვათ, არის როგორც პროფესიონალი მასწავლებელი, იმიტომ რომ მასწავლებელს კიდე სხვა უნარები სჭირდება და ყველაზე მთავარი ხო ზუსტად. ეს მოტივაციის გაღვივება არის და მჰმ. რაღაცნაირად უნდა გქონდეს ხო სურვილი და სიხარული რომ მიდიოდე და რაღაცას ახალს იღებდე. და ეს 2 კეთახმარებით. წელი არ უნდა გავუდეს ალბათ აი როგორც უბრალოდ მისვლა-მოსვლას, ხო? კი ბატონო. კი, ეგ ყველა პროფესიაში ესეა და ნუ აქაც იქნება, მჰმ. მაგრამ ნუ რადგან ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ნუ ზოგადად მედიცინა რაღაცნაირად უსაფრთხოებიდან კი გამომდინარე ბატონო. ძალიან მაღალი ხარისხის პროფესიაა. ალბათ ხო ისეთი ადამიანები უნდა იყვნენ მართლა შერჩეული, რომ იმას იღებდე, მჰმ. რომ იმ 2 წელში შენ თქვათ შეძლო ნუ ოფთალმოლოგია 4 დამოუკიდებ წლიანი არის საქართველოში. ოფთალმოლოგია 4 კი, წლიანია, დიახ. ხო რეზიდენტ. ხო, ნუ თქვენ 4 კითხეთ წლის შემდეგ ასევე შეძლო. უცხოეთის გამოცდილებებზე. კი, აი ეგ თუ ძალიან გინდათ, საინტერესო ხო. იქნება, რომ თან რაღაცა ეს პარალელიც მეორე გავავლოთ თემა იყო. მჰმ. რეზიდენტურის ამბავში. დიახ, მე რეზიდენტურის პერიოდში ასევე კოვიდის დაემთხვა, მაგრამ მჰმ. ნუ ცოტა ხელი შეუშალა სავარაუდოდ, იმიტომ რომ მქონდა რაღაც სხვა რაღაცების დაგეგმილი, ამ ესე ვთქვათ, მიმოსვლა ცოტა მაგაში შეფერხებული ხელს იყო. არ გიშლით, აი ეს სახელმწიფო პროგრამა რაც არის ვთქვათ რეზიდენტურის, რომ სტუდენტი კი, აღარ არის, წავიდეს. მაგრამ წავიდეს ხო საზღვარგარეთ. სტუდენტი როცა აღარ არის? არა, აი რეზიდენტურის პერიოდში 4 წელი რაც არა, გქონდა პირიქით. კლინიკაში, შეგიძლია რომ წახვიდე პირიქით, სხვადასხვა მაგ დროს ადგილებში და არის მიიღო. ძალიან ბევრი პროგრამები. აი რეზიდენტი გავიგე. როცა ხარ და როცა ჯერ ესე ვთქვათ, დამოუკიდებელი საქმიანობის ლიცენზია არ გაქვს აღებული, ნუ ოფთალმოლოგიაში არის ძალიან ბევრი ესე ვთქვათ, და აი რაღაც სად შეგიძლია მიიღო პროგრამები. ამაზე ინფორმაცია, რეზი ვთქვათ, რაღაცა ამ საიტებია თუ კი, ინტერნეტში ძალიან ბევრი რამე ესე ხوار ვთქვათ. გახსენდება რომ კი, როგორ არა? ურჩიოთ კი, ვთქვათ. კი, კი, ეს ცნობილი არის, ესე ვთქვათ, მე რაც მოვიგე თუნდაც, ეს არის SOES გრანტი რა. აჰა. ესე ვთქვათ, ევროპული ოფთალმოლოგთა ასოციაციის გრანტი, რომელიც ძალიან ესე ვთქვათ, ბევრს აძლევს შესაძლებლობას, რომ ძალიან დიდი არჩევანი არის ესე აი რა ვთქვათ, უნდა ქვეყნების და იცოდეს კლინიკების. რეზიდენტმა ვთქვათ, აი რა კრიტერიუმების მიხედვით ამ ხდება შეფასება. ამ კონკრეტულ გრანტზე არ არის რაღაც განსაკუთრებული კრიტერიუმები, უბრალოდ ავსებ ესე ვთქვათ, სააპლიკაციო ფორმა. სააპლიკაციო ფორმას, დიახ და ნუ პირველ წელს არ მომივიდა, უარი მომივიდა, მჰმ. მგონი პირველივე კურსზე შევავსე, ეგრევე რომ მოვხვდი და ნუ მერე მეორე წელს მომივიდა. რამდენი ხნიანი იყო ეს? შეგიძლია აირჩიო რაღაც პერიოდები, მე ერთი თვით ვიყავი. ეს იყო პროფესორი რობერტ რეიდაკი პოლონეთში. მე მეორეჯერაც ვიყავი უკვე. მან ხო, კიდე ხაზს გაუსვამ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ყველგან ალბათ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მერე შემდგომი პირადი, ესე ვთქვათ, ურთიერთობები რა, იმიტომ რომ მეორეჯერ ისე ხო. უკვე მეგობრულად ვიყავი რა. მჰმ. პირველად ოფიციალური ფორმა ქონდა ამ ყველაფერს. და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ჩემს მეუღლესთან ერთად ვიყავი ოფთალმოლოგია. ხო, ოჯახში თხოვე და მოკლედ ყველა ექიმები. ხო, ესე გამოვიდა და თხოვე და არ არისო პრობლემა, ვაი ამ კაცზე ვიტყვი, რომ ერთ-ერთი კიდე ჩემი, ესე ვთქვათ, მასწავლებელი არის ქირურგიის საფუძვლებში. აჰა.
ძალიან გამარკვია მომცა მიმართულებები, არა ის რომ თქვათ რაღაც ორ დღეში ქირურგი გამხდარიყავი, აი ნელა თავის გამოცდილებები რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე, რომ პედაგოგმა თან თავის გამოცდილებები უზიაროს სტუდენტებს, ხო, კი. თორე ეს ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ხე ნებისმიერ რამეს ისწავლი თეორიულად დღეს ისეთი დრო არის შენ, ხო? სულ არ ჭირდება სადმე წასვლა და წამოსვლა, მაგრამ პრაქტიკულად რაღაც ესე თქვათ პატარ-პატარა ნიუანსებს უკვე ჭირდება რაღაცა გამოცდილების გაზიარება რა და აი არ იშურებდა არაფერს ეს კაცი ორჯერ მე რომ ესე თქვა ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ნახა და მეც მოუყევი ჩემი მიზნები რა ის სურვილები მქონდა ერთ დღეს რომ გავიღვიძე დილას მივედი დამხვდა რომ აი მოგიგვარეო კვირის ბოლოსო 3 დღითო მიდიხარ ალკონის ლაბორატორიაშიო და ესე თქვა თავის სასტუმროთ ყველაფერი დამიფინანსა ულიმიტოდ 2 დღე რასაც მინდოდა რამდენსაც მინდოდა თავის მენტორით ვაკეთებდი მეჯდა და აი ხელი ესე დააჭირე რაღაც ყველაფერს მიხსნიდნენ მაგალითად რეალურ პაციენტზე მიდიოდა მუშაობა არა ეს იყო ვეტლაბი ესე რომ ვთქვათ და ხელოვნური თვალები ნუ ვეტლაბს ძირითადად რაღაც ნუ ღორის თვალები იყო ამ შემთხვევაში ეს ხო მანამდე ეს თქვათ რაც გითხარით ჩემ მე თვითონაც სახში მქონდა გამოცდილება მაგრამ იქ უკვე აპარატთან იქ ხელით ჩემთვის ხელით ესე თქვათ ვარჯიშობ მე უკვე უშუალოდ აპარატთან აქვე გკითხავ რაღაც ის დაზუსტება მინდა და მაგაზე მაინტერესებს რას ფიქრობ რო ყოფილიყო ისე ვთქვათ რომ არ გქონოდა ეს შესაძლებლობები ვთქვათ და არიან ადამიანები რომლებიც გადიან რეზიდენტურას და რაღაცნაირად ცოტა ყურებ ჩამოყრილები არიან ასე რომ ვთქვათ იმიტომ რომ ნუ აქ რეალურად არ არის იმის შესაძლებლობა ვთქვათ რომ ადამიანზე გააკეთონ ოპერაცია და ნუ ეს ეთიკურიც არ არის რაღაც მხრივ შეხედო რომ ყოფილიყო მხოლოდ ეს გამოცდილება რაც საქართველოსშია ვთქვათ რასაც ეს რეზიდენტურა გაძლევს ამის ფარგლებში ვთქვათ საქართველოსში რაც შეგიძლია რომ მაქსიმუმი მიიღო ექიმისგან, აი, რო დასრულდებოდა რეზიდენტურის პერიოდი, ვთქვათ, ის 4 წლიანი, როგორ ფიქრობ, შეძლებდი, რომ დაგეწყო, ვთქვათ, უკვე ოპერაციების კეთება, ხო, მაგას მეკითხები. მაგას გეკითხები, კი. ძალიან გამიჭირდებოდა რა და დავასრულე კიდეც და მარტო ამ გამოცდილებით ну რაღაც ეტაპები და რაღაც შეიძლება ესე ვთქვათ მარტივი манипуляციები გააკეთო, მაგრამ ტექნიკურად ამის დასახვეწად უკვე გჭირდება სერიოზული მუშაობა, არა მარტო, თქვათ, რაც ვახსენეთ, სავარჯიშო საშუალებებზე, არამედ უკვე ცოცხალ, ხო. მაგრამ მან გჭირდება უკვე აი ვისაც ცალია შენთვის, ანუ ის მენტორი. ალბათ ის იღებს მაინც პასუხისგებლობას თავიდან რო იწყებს ახალი ექიმი. მე ვფიქრობ, რომ პასუხისგებლობა ყოველთვის უნდა იყოს, ესე ვთქვათ, საერთო რა, ეს ხო, გადანაწილებული, იმიტომ რომ და აი რასაც ვამბობდი, თუ არა აქვს სურვილი, ისევ თავის საქმე გააკეთოს, მაშინ ჯობია და ისე ვთქვათ, იმ პასუხისგებლობას მოიღებს რომ რაღაც ხო ვისწავლო. ანუ საქართველოში ხა როგორც მივხვდი, დაახლოებით კი მქონდა წარმოდგენა, მაგრამ აი ეს ვთქვათ, თუნდაც ღორის თვალი ან კიდე ნუ თუ არის სხვა საშუალებები, აი რო იყოს პრაქტიკა ვთქვათ. იმიტომ რომ კლინიკა ხო უნდა გაძლევდეს 4 წლის შემდეგ იმას, რომ შენ ხო უკვე ანუ სახელმწიფო გაძლევს ლიცენზიას, რომ ხარ ექიმი. ქირურგი ვთქვათ და შეგიძლია ანუ ეს შენი ნება არის ვთქვათ გააკეთებ ოპერაციას იმ ლიცენზიის შემდეგ თუ არ გააკეთებ მაგრამ არ გზღუდავს ამაში არაფერი ხო რეალურად ხო ლიცენზია მოიცავს რომ შენ შეგიძლია რომ გააკეთო ამის შემდეგ ოპერაცია გაქვს უფლება ხო გაქვს უფლება კი მაგას გულისხმობ შეიძლება თუ არ იცი ჯობია არ გააკეთო ხო მაგრამ ეს უკვე შენი ნება არის ასე ვთქვათ კეთილი ნება თუ ნუ პრინციპები და რაღაც სხვადასხვა რაღაცეები მოქმედებს მათ და ადამიანზე უნდა იყოს ხო დამოკიდებული ანუ ზოგადად მედიცინას და ექიმიც ხო ისეთი თემაა რომ მხოლოდ ვთქვათ პროფესიული რაღაცები არ უნდა გქონდეს და კიდე არის ანუ ადამიანური რაღაც გრძნობების შეგრძნებები ემპათია პირველ რიგში ხო ალბათ პირველ რიგში და ხო ვიღაცა მისცემს თავის თავს უფლებას რომ გააკეთოს ანუ აქ რისკიანი ხარ თუ არა კიდე ცალკე თემაა ხო კიდე ცალკე თემაა კი
მაგრამ აი რისკს რო დავანებოთ თავი, ვთქვათ, მაინც შეგიძლია რომ გააკეთო ოპერაცია, ხო? ლიცენზიის აღების შემდგომ. აი აქეთ რო გადმოვიდეთ. დიახ. მაგრამ რეალურად კლინიკაში, ანუ ერთ კონკრეტულ კლინიკაზე არ მაქვს საუბარი, ნუ ზოგადად ჩვენს ქვეყანაში არ არის, ვთქვათ, ეს მატერიალები, რაღაცეები, თუ არის რომ ვთქვათ, იყოს რაღაცა თუნდაც ცალკე ოთახი რეზიდენტებისთვის, იქ იყოს რაღაცა დამატებითი საშუალებები, თუნდაც ფიზიკურად არა ადამიანის, ვთქვათ, ნუ ცხოველის ამ შემთხვევაში, თვალი, რაზეც შეგიძლია რომ იმუშაო და მიიღო რეალური გამოცდილება მაინც, ხო? იმიტომ რომ მე ვიცი რომ რეზიდენტებს აქვთ უფლება რომ დაესწრონ ოპერაციებზე და იმით იღებენ, მაგრამ ნუ მაინც შენი ხელით რო აკეთებ რაღაცას რო ფიზიკურად ეხები თუნდაც იმ ინსტრუმენტს ან ტექნოლოგიას, ნუ ლაზერი იქნება თუ რა იქნება, სხვა გამოცდილებაა კიდე. აი ესენი საქართველოში ამ ეტაპზე რეზიდენტურის მატერიალები, ესე რომ დავარქვათ, არ გვაქვს, ხო, კლინიკებში. მე სადაც გავიარე რეზიდენტურა და ეს არის კლინიკა ახალი მზერა, აქ იყო ამის შესაძლებლობა, ხელოვნური თვალებიც იყო. ეს ეთილნებაზე იყო დამოკიდებული, ვთქვათ, მენტორი როგორი შეგვხვდებოდა თუ აი ესე იყო, ვთქვათ, არა, ეს იყო ზოგადად, ეხლაც არის და ნუ სურვილი თუ გაქვს, ნუ ამას შეზღუდვას, რა თქმა უნდა, არავინ, ნუ მე სადაც ვარ, იქ ამის შეზღუდვა არ ხდება. თუ გაქვს სურვილი, არის ცალკე ოთახი, სადაც შეგიძლია ის რა მეც, ანუ მე არა მარტო სხვა რეზიდენტები ჩემ დროს ვარჯიშობდნენ და რეზიდენტებს მაქსიმალურად რაც ესე ვთქვათ შესაძლებელია იმ ესე ვთქვათ პირობებიდან გამომდინარე რომ გააკეთებინო და მიცე შესაძლებლობა აკეთებინებენ, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა დეფიციტი ამ ყველაფრის ზოგადად არის. ხო, ზოგადად არის. რადგან ვინც ამთავრებს აიღებს ლიცენზიას, ყველა ცდილობს, რომ ესე ვთქვათ, რეალური გამოცდილება სხვაგან შეიძინოს. მეც ანალოგიური გავაკეთე ესე რომ. ჩემი აზრით ეგ ძალიან სწორია. ანუ ამ რეალობიდან დიახ, იმიტომ რომ ამ რეალობიდან გამომდინარე ვამბობ, იმიტომ რომ ეგ რისკი და დაშვება როცა არის, რომ ხო, იმან რომ ვთქვათ ადამიანმა ექიმ აიღო ლიცენზია და შეუძლია რომ გააკეთოს ოპერაციები, მაგრამ რომ უშვებ იმას, რომ გინდა რომ ეს ცოდნა პრაქტიკულად გაიღრმაო, ვთქვათ და მერე დაიწყო რეალურად მუშაობა, მაგას ძალიან დიდი მისჭირდება რა, რაღაცა კი ბატონო. აი ერთ რაღაცას ვიტყოდი ამასთან დაკავშირებით რა. ნუ ეს ყველა მიცის ესეთ მდგომარეობა რო არის. არა მარტო აქ სხვა მიმართულებებშიც და სხვა ქვეყნებში არის ისეთი მდგომარეობები, როდესაც სხვებიც ამთავრებენ, მაგრამ აი რეზიდენტურის ფარგლებში რაღაც მიზეზების და გამო, პოლონეთშიც მეგობრებიც მყავს, გერმანიაში მე შტუტგარტშიც ვიყავი განგოლ საუდერთან, ესეთი პროფესორი არის, ვისგანაც ეს დიოდლაზერული ტრანსკლერალური მანიპულაციები და ოპერაციები ვისწავლე გლაუკომასთან დაკავშირებით, ალბათ ვისაუბრებთ ამასთან დაკავშირებით და იქაც გავიცანი სტუდენტები და რეზიდენტები, ნუ სხვა ქვეყნებში კიდე ეხ ნიუ-იორკშიც ვიყავი მაისში, იქაც მოვხვდი კლინიკაში. აი მანდ ეს სიტუაცია ძალიან საინტერესოა ეს ამერიკული გამოცდილება. უბრალოდ იმის თქმა მინდა, მაგასაც მოგახსენებთ. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ისინიც შემდეგ არსებობს, ნუ ამას fellowship-ებს ეძახიან. ესე ვთქვათ, ამ უნარჩვევების ამაღლებისთვის რა პროგრამები უკვე მაგალითად კატარაქტის ქირურგიის fellowship-ი ან გლაუკომის ან ბადურის ქირურგიის თუნდაც ოკულოპლასტიკისა თუ ესე ვთქვათ სტრაბოლოგიური მიმართულებით რომ სიელმეზე ოპერაციები აკეთონ არის. აი საქართველოში ეს პროგრამები არ არის სამწუხაროდ. ანუ კი დავამთავრე, კარგი, მაგრამ შესაძლებლობას არ ვერ მაძლევს რომ შემდეგ ეტაპზე რაღაცა განავითაროს. ვერ იღებს უკვე რომ აქვე კი ბატონო ოფიციალური იყოს, თუნდაც ჯანდაბას იყოს გადასახადი, მაგრამ არსებობს რაღაც პროგრამებიც იყოს, ხო, რაღაც დაფინანსებაც მოიპოვა და თქვათ რაღაც ქირურგია რაც გაინტერესებს, რისიც არ უნდა რქოვანის იქნება წინა მონაკვეთის თუ ბადურის თუ ასე შემდეგ, მოგცეს თქვათ სამინისტროა თუ ვინც არის შესაძლებლობა რომ გაიარო აქვე და თუ ვერ მაძლევ, მაშინ უცხოეთში რა პროგრამებიც არის, იქნებ ის მაინც რაღაცა იყოს დაფინანსება, თორე ნუ თქვათ მე ვიღაცამ შეძლო რაღაცა მოახერხა. მე ოღონდ არ გადამიხდია, ასე თქვათ უფასო პროგრამაში მოვყევი, ეს კაცი გამოჩნდა, რომელიც
ესე ვთქვათ, ძალიან გულშემატკივრობს და წამიყვანა და აგერ მესამედ მივდივარ უკვე და ესე ვთქვათ, რაღაცა ღმერთმა გამომიგზავნა ეს კაცი, ესე რომ ვთქვათ რა. სხვათა შორის ერთი საკითხი გამახსენდა ეხლა, აი თურქეთის მაგალითზე, დიახ. რომ ნუ ერთ-ერთ კლინიკის პრაქტიკა რაც ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ არ არის მხოლოდ ეს ერთადერთი კლინიკა, არ დავასახელებ ახლა კლინიკის სახელს. ვიცი რომ კონკრეტული ექიმი საქართველოდან ოფთალმოლოგიაზეც არ მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, მედიცინის სხვა სფეროა, რაღაც რთული შემთხვევა როცა აქვს, ნუ თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ იქ უფრო მეტი რაღაც აქვს ნანახი, ვიდრე ვთქვათ, შეიძლება აქაურ ექიმს კონდეს ნანახი იმ კონკრეტულ დაავადებაზე არ არის, ასე ვთქვათ, ხშირი. აგზავნის პაციენტებს თურქეთში და ძალიან მაგარი შესაძლებლობაა, მე იქ გავარკვია ადმინისტრაციაში, იმიტომ რომ ძალიან დამაინტერესა მაგ საკითხმა, რომ იმ კლინიკის ადმინისტრაცია, მენეჯმენტს მოკლედ აქ ესეთი მიდგომა, რომ იმ ექიმს, რომელიც ჩართულია, ვთქვათ, რაღაცა მსგავსი ტიპის ინფორმაციის გაზიარებაში, ასე ვთქვათ, ანუ შეიძლება პაციენტის გაგზავნა არ იყოს, თუნდაც კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა, რა ამ დაავადებაზე თქვენ რა შვებით და რა გაქვთ, რა შესაძლებლობა გაქვთ, რაც მე არ მაქვს ამ წუთას თუნდაც და მე შეიძლება რომ ეს ექიმი, რომელიც საქართველოსია, ხო? და არ აქვს დიდი გამოცდილება პრაქტიკული გულისხმობ, ჩავიდეს იმ კლინიკაში უფასოდ და გაიაროს თუნდაც ერთთვიანი სტაჟირება. მიიღოს ხო, გამოცდილება. ნუ ალბათ ეხა ხარჯებს ცხოვრების ალბათ არ დაუფარავენ, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან, ანუ ეგ ძალიან დიდი შესაძლებლობა არის ექიმისთვის და კი, გეთანხმებით. ალბათ აქედან იმ ხასს უნდა გავყვეთ კიდე, რომ ექიმი სანამ თქვათ ჩამოყალიბდება და ნუ მერეც რომც იყო ნუ მედიცინა ისეთი სფერო რომ სუიცვლება რაღაცეები და სუციახლეებში უნდა იყო ანუ უნდა ეძებდეს თვითონვე აი ამ რაღაცა წყაროებს ინფორმაციის მიღების ესეა ხო? კი, გეთანხმებით. იმიტომ რომ ხო ესე რომ იჩდე ალბათ აქ და ნუ რაღაც წიგნები იკითხო ვერ გაძლევს ეს პრაქტიკულ ცოდნას და ანუ რეალურად ამის შესაძლებლობები არის რა, ეხლა მაგაზე გამახსენდა, რომ ნუ თუნდაც აი ეს შესაძლებლობა ალბათ სხვა ექიმებიც იციან, მაგრამ ვიღაცას აქვს სურვილი ამისი რომ წავიდეს და ვიღაცას არა. ხო, ან რაღაც დამიზეზების გამო ვერ ახერხებენ, მაგრამ ნუ კარგი კი, ეგეც არის. თუ შესაძლებლობა ასე თუ ისე ყველას ექნება რა. ექნება. მაგრამ სურვილი უნდა გქონდეს პირველ რიგში. ნუ ხან არის სურვილი გაქვს, მაგრამ შესაძლებლობები არ არის. არ არის, მაგრამ ნუ ამ ძებნაში ჩემი აზრით რაღაცას მაინც მიაქვს. თქვენი მაგალითით თაც ეგ გამოდის, რომ ნუ როცა რაღაცას ეძებ ამ სფეროში არის ეხლა რამდენ პროექტზე იყავით და ვიპოვე, მაგრამ არ ვიცი, გამიმართლა რა ჩემი აზრით, გამიმართლა სწორ დროს, სწორ სიტუაციაში აღმოჩნდი რა ალბათ. რა ვიცი, ესე შევაფასებდი ამ ჩემს მდგომარეობას. მოდი ტექნოლოგიებზეც რო ვისაუბროთ, ცოტა აი თავიდან რაც ახსენეთ, რომ ვთქვათ, ის მოგეწონა ოფთალმოლოგიაში, რომ რაღაცა სხვადასხვანაირი აპარატები იყო. დიახ. ნუ ყველა სფეროში ეს ტექნოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუ თვალთან დაკავშირებით ალბათ უმნიშვნელოვანესი თუ არა, ნუ აქაც ავიღოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს აპარატის სიზუსტე თუნდაც და ნუ რო გაქვს შესაძლებლობა ექიმს, რომ გქონდეს შეხება არა ერთ აპარატთან, თქვათ, რაც ვერ გაძლევს სრულ ინფორმაციას და გჭირდება სხვადასხვა, ანუ ამ სხვადასხვა აპარატურასთან რომ გქონდეს შეხება. აი თქვენ გამოცდილებაზე რომ მოგვიყვეთ ამ კუთხით, როგორ არის და თუ ყოფილა რაიმე ისეთი ტექნოლოგია, რაც გინახავთ საზღვარგარეთ, მოგწონებიათ ძალიან და გააქვთ ახლა მუშაობთ, ან არ არის საქართველოში ვთქვათ. კი ბატონო და იმაზეც გეტყვით, რაც ვნახე, დავამუშავე, შევცვალე, მოვარგე ჩვენს მდგომარეობას, ჩემს პირად თუნდაც ასე ვთქვათ მოწყობილობას და დავამზადე, ამაზეც ვიტყვი. ეგ არ ვიცით სიახლე რაღაცა. კი, ნუ აწი უკვე მგონი სიახლე აღარ არის, მაგრამ ჩემთვის სიახლე იყო და პირველად მე გავაკეთე ესე რომ ვთქვათ საქართველოში. ძვირიანი მოწყობილობა შევცვალე, როგორ გითხრათ, იაფიც არ ქვია, ანუ ფაქტიურად არაფრისგან გავაკეთე. რამაც ანალოგიური თუ უკეთესი შედეგიც არ მომცა ხშირ შემთხვევაში პაციენტებთან დაკავშირებით. რაზეა საუბარი? აი, მოგიყვებით. რაც შეეხება აპარატურებს,
და აპარატურას ოფთალმოლოგის ხელში შევადარებდი ეს იგივე არის რომ ხატვარი იყოს რაღაც ფანქრის და ფუნჯის გარეშე რა. თუ ცარიელი ხელები გაქვს და ფანარი, რაღაც დიაგნოზი შეიძლება დასვას ზედაპირულად ლორწოვანის ქუთუთოსი, მაგრამ ნუ შეიძლება ესე ვთქვათ, ეს არაფერს არ ნიშნავდეს. და თუ არა გაქვს ინსტრუმენტები, თუ არა გაქვს აპარატურა, დღეს ესე ვთქვათ, ისე განვითარდა მოწყობილობები და მედიცინა, რომ ნუ გამორიცხულია როგორც რაღაც ტრავმატოლოგი რო იყოს რენტგენის გარეშე თუნდაც. ნუ ისევ ჩვენს სფეროს რო დაუბრუნდეთ. თვალი ისეთი მიკრო ორგანო არის და მრავალმხრივი, იმდენი პატარა მინიატურული კომპონენტებისაგან შედგება, რომ აპარატურის გარეშე დღეს და ზუსტი აპარატურის, ხარისხიანი აპარატურის გარეშე ნუ გაგიჭირდება რა, მუშაობაც და შეიძლება რაღაც დიაგნოზიც, ესე ვთქვათ, 100% სიზუსტით. არ იყოს ზუსტი, ხო? იყოს ზუსტი, მაგრამ აი რაღაც, ესე ვთქვათ, გაგეპაროს ან რაღაც მოხდეს ისეთი, რომ კარგი აპარატურა რო ქონოდა, თუნდაც სათვალის დანიშნა ავიღოთ რა. მარტივად ახლა თვალს არაფერი დაუზიანდება, მაგრამ იდეალურად რო შეგეძლო ხო, ხო რაღაც არსებობს ცოტა რთული ფორმები ან შერეული ასტიგმატიზმი და ისეთი ასტიგმატიზმის ფორმები, რომ აი რაღაც ესე ვთქვათ, შეგეძლო რომ 100% მიგეცა ამ პაციენტისთვის, თუნდაც დანიშნული რაღაც კონტაქტური ლინზითა თუ სათვალით, მაგრამ რაღაც 90 კი კმაყოფილია, მაგრამ შენ ხო იცი რომ რაღაცა ის დაგაკლდა. ამიტომ აპარატურას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე მაგალითად რეზიდენტურაში როცა ვსწავლობდი, სულ ნუ ჩემი ხელმძღვანელი ვინც იყო და პროგრამის ხელმძღვანელი ეხლაც ის არის, სახელმწიფო პროგრამის პროფესორი მერაბდვალი. ნუ ეს კაცი არის, ესე ვთქვათ, სიახლეების რაღაც აი მაგნიტი, ესე რომ ვთქვათ, იზიდავს, აი სულ აინტერესებს რაღაც ახალი და თუ რამე ახალს იპოვის და ის ჩათვლის მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ან კოლეგების გამოცდილებიდან, რომ ეს ესე ვთქვათ, კარგია, აუცილებლად ცდილობს ხოლმე, რომ სწრაფად დანერგოს მის საქმიანობაში. ესე იყო ექსიმერ ლაზერული კორექციების დაწყება გასულ წინა საუკუნეში 1999 წლიდან დაიწყო. კი, ეგ ფაქტიც აუღნიშნოთ შეგაწყვეტინე, რომ პირველი გაკეთდა საქართველოში 18 წლამდე ასაკის ამიერკავკასიაში, კი, პირველი ოპერაცია იყო და რომელიც გაკეთა ბატონ მერაბდვალმა და აქედან მოვიკითხავ პლუსების შემთხვევაში მცირეწლოვან ასაკში 9-10 წლიდან პლუსების შემთხვევაში უკვე ეს დანერგილი არის, რომ შეიძლება გაკეთდეს და რაღაც ასაკს აღარ დაელოდონ პაციენტები რა. ხო, იმიტომ რომ სტანდარტულად 18 წლიდან კეთდება თუ რაღაცა ისეთი, მაგრამ პლუსის შემთხვევაში უფრო ადრეულ ასაკში შეიძლება კი. კი, მოვიკითხავ ბატონ მერაბს აქედან და მინდა აღვნიშნო ეგ ფაქტიც, რომ რაღაცნაირად აი მართლა რომ შევხვდი და რომ გავიცანი და ნუ მეც რა კომუნიკაციაც მქონდა, ხშირად არ არის ხოლმე ესე სხვათა შორის რომ გამოცდილ ექიმს კონდეს აი ესეთი დიდი დოზით მიმღებლობა, რომ აი ვთქვათ რომელიღაცა ქვეყანაში არის ძალიან მაგარი პროფესორი, რომელიც კონკრეტულად ამ რაღაცას აკეთებს ძალიან მაგრად და შეიძლება ეს საინტერესო იყოს და გადმოიღოს ვთქვათ საქართველოში და აი ძალიან დიდი დოზით აქვს მართლა ბატონ მერაბს ეს თვისება, რომ სულ რაღაცნაირად სიახლეებს ეძებს და უნდა რომ თავის კლინიკაში დაინერგოს და საქართველოში რა თქმა უნდა. ხო, ქვეყანაში. კი, ქვეყანაში. პაციენტებზე არის ყველაფერი გათვლილი. და აი ზუსტად ამ პერიოდში, როცა ჩავაბარე, რამდენიმე თვეა სულ გასული, რაღაც სიახლეებს ვეძებ ინტერნეტში დაუძრები ყოველთვის რაღაცეებს ხოლმე. ეხლაც რაღაცეებს ვეძებ ხოლმე და მოკლედ ვიპოვე, ხო, და მქონდა ძალიან კარგი პროგრამებივით, ესე ვთქვათ, რეგიონებში გავდიოდით და ვისაც სურვილი ქონდა, მეც გამოვთქი სურვილი და დავყვებოდი ექიმებს და მოვლილი მაქვს მგონი ყველა რეგიონი და დასავლეთში ყველა სოფელი პაციენტების საქველმოქმედო აქციები იყო გასინჯობი და სინჯავდით და ნუ იქ აღმოვაჩინე რომ პრობლემა იყო რომ ეს ნაპრალოვან სანაც და ყველაფერს და ტომოგრაფის აპარატს და ასე შემდეგ ვერ წაიღებ ხო ესე ვთქვათ ზურგით და მანქანით და ეს არ არის ისეთი მოწყობილობები, რომელიც გზავრობას ესე აქტიურად გაუძლებს. მაგრამ მქონდა, ესე ვთქვათ, პორტატული აპარატურა,
რაღაც ნაპრალოვანი ალბათ და ტონომეტრი. დიახ, ტონომეტრი, რომლითაც თვალში გაწნევას ზომავდით, თუნდაც ფუნდუს კამერა, რომლითაც ბადურის სურათს ვიღებდით და რეპკერატომეტრი სხვა შორის ნაიდეკის ძალიან პროფესიონალური და პორტატული და მაღალი ხარისხით და სიზუსტით აფიქსირებს რეფრაქციულ მანკებს და მოკლედ ეს ფუნდუს კამერაც იყო ხოლმე, რომ რამდენიმე ჯგუფი ვიყავით და აი ყველა ჯგუფსაც ესე ვერ ქონდა. ვერ ქონდა ხო? ხო, და ნუ თუ თქვა სხვაგან რაღაც იქვე ახლო-მახლო იყო რაღაც პრობლემა, ეუბნებოდნენ რომ აი იქ წადი, იქ აქვთ ეს ისა და ადგილზე რომ მაქსიმალურად გვენახეთ, რომ პაციენტების მობილურობა და მოძრაობა ხანდახან, ნუ ესეთ პაციენტების კატეგორია იყო, რა თქმა უნდა, სრული არა, მაგრამ რაღაც ნაწილი, რომელიც ნუ უჭირთ თბილისში ვერ ჩამოვა, დედაქალაქში, სხვა ცოტა ისეთ რეგიონულ ცენტრში, რომ ცოტა მაღალ ტექნოლოგიური კვლევები ჩაიტაროს. კვალიფიკაციაზე არ ვსაუბრობ, რომ მაღალ კვალიფიციური კადრები ბევრგან არიან, როგორც სოფლებში, ასევე ქალაქად. და მივხვდი, რომ მოკლედ რაღაც იქნებ მომეძებნა და დავიწყე ძებნა და მივაგენი ერთ-ერთ ესე ვთქვათ ექიმს, რომელმაც შექმნა ტექნოლოგია, რომელიც მობილურს მოარგო, ძალიან პატარა მოწყობილობა არის. შემიძლია რაღაც ფოტოც ყველაფერი გამოგიგზავნოთ, მასალები ჩემი გადაღებული სურათებიც და 20 დიოპტრიანი ლინზა გჭირდება მხოლოდ გამადიდებელი, რასაც ესე ვთქვათ ვიყენებთ ხოლმე ისედაც საქმიანობის დროს, ზუსტად ისეთ ზომებზეა, რომ ზუსტად იგივე, ანუ რაღაც განსაკუთრებული ზომის ფორმის არ არის საჭირო. ზუსტად ის ჩაჯდება და მოვარგებ შენს ტელეფონს. მოვიკითხავ აქედან ასევე ივანე ნაზღაიძეს, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალს, რომელსაც მივაგენი ასევე და მან დამიმზადა 3D პრინტერით, მომირგო ზუსტად ჩემს მოდელზე, მე თქვა შევცვალე, გავაუმჯობესე ტელეფონის ხარისხიც, იმაზეც მომირგო და მოკლედ შეგიძლია ამ პატარა მოწყობილობით, რომელიც აი პლასმასებისგან ძალიან მარტივად. ნუ მარტივად ოღონდ პროფესიონალს, აი როგორც ახსენე, უნდა შეეძლოს მორგება რა ეს რაღაც. დამუშავება და შეგიძლია მოკლედ გადაიღო უკანა მონაკვეთი, ბადურა, მინისებურ სხეულშიც შეგიძლია დააფიქსირო, თქვათ, შემყროები, სისხლის ეს შედარებული გაქვთ მე რეალურად. კი, როგორ არა, ზუსტად იქვე მქონდა თან ეს აპარატი და ეს ერთის მხრივ კარგი ამბავია, მაგრამ მეორეს მხრივ თლად კარგი ამბავი არ არის ტექნოლოგიებს. არა, ერთი მომენტი აქვს, რომ რაღაც დიაპაზონი აქვს, ეხლა ძალიან ესე ვთქვათ, კატარაქტა არის ბროლის შემღრევა, ესეც რომ ვთქვათ, გათეთრება ბროლის მარტივად რო ვთქვათ და აი უფრო ისეთ ხარისხზე გათეთრებულ ბროლზე და კატარაქტის მოკლედ ცოტა შორს წასულ ფორმების დროს, ნუ ფუნდუს კამერაც ისე კარგად ვერ იღებს, მაგრამ ნუ ამას უჭირს. აქ ცოტა გამჭვირვალობის ხარისხი უნდა იყოს ისეთი, რომ გადაღება შეძლო. ხო, ანუ ეს ვთქვათ საველე პირობებში რეგიონებში არის იდეალური. ხო, აი ეს მოკლედ გავაკეთე და აი ტექნოლოგია ეს იყო სიახლე, ესე რომ ვთქვათ, რაც მეც რაღაც შევცვალე იმ კაცს და უკავშირდი, ვისაუბრეთ, გამომიგზავნე შენი ესე ვთქვათ, რასაც გადაიღებო, რაღაც გაუგზავნე, მოეწონა და რაღაც ისინი იყო რა. ძალიან უშუალო ისეთი, რა ვიცი, რო არ ველოდი, მიწერილი არ მქონდა პასუხი და ამებრუნა. რო არ ელოდები ხოლმე ისეთი ადამიანისგან მიიღებ ისეთ უშუალო კომუნიკაციას. აუ, ცხოვრებაში ხშირად გავუოცები ვარ მსგავს ფაქტებს რა. აქციებთან და ასე ვთქვათ, გასვლებთან დაკავშირებით გამახსენდა, ეხლა მეც ერთ-ერთ კლინიკასთან ერთად ხშირად გეგმავთ ხოლმე ჩვენი კომპანია, ასე ვთქვათ, რომ გქონდეთ იმ ადამიანებს, ვთქვათ, ვინც ვერ ჩამოდიან თბილისში, შესაძლებლობა რომ გამოიკვლიონ თვალი და ჩვენც, რა თქმა უნდა, რითიც დადიან ხოლმე ექიმები, ძირითადად არის პორტატული მიკროსკოპი და ტონომეტრი. მოწყობილობები, ხო? ტონომეტრი და აი გლაუკომასთან დაკავშირებით სულ მაინტერესებდა და მაშინ რაღაცნაირად ეს სიღრმისეულად არ ვიცოდი ეს თემა, რომ ნუ პირველი არის რომ თქვათ რაც ოჯახის ექიმსაც შეუძლია გააკეთოს თუ აქ ტონომეტრი, რომ გაზომოს თვალის ცნება და ოფთალმოლოგსაც და ნუ თუ რაღაც გარკვეულ ზღვარზე მეტია, უკვე არის რომ საეჭვოა გლაუკომის დიაგნოზი. ესეა ხო?
თან თუმცა ესეა, თან აქვე არის ხო, რაღაც ნიუანსები და მოდი თუ გინდათ ვისაუბროთ ამ საკითხზე, ვისაუბროთ. ცლად ხო, გავშალოთ და მოდი დავიწყოთ ჯერ აი პაციენტებისთვის რო იყოს დიახ. საინტერესო Mhm. ადამიანებისთვის, ვისაც თქვათ ან ყოფილა ოფთალმოლოგთან, ან არ ყოფილა შეიძლება საერთოდ, იმიტომ რომ ნუ რაღაცნაირად ეს თვალის პრობლემა თუ ან არა გაქვს მომავალში მოუწევს გამოკვეთილი. მისვლა. ხო, აი მარტივად რომ ავხსნათ, რომ კი გასაგები ბატონო. იყოს ადამიანებისთვის, რომ მოდი სიმპტომებზე ვისაუბროთ ჯერ, აი რა სიმპტომები კი აქვს. ბატონო. მოკლედ ხომ და არ მე ვთქვა ჯერ საერთოდ რა არის, თქვათ რა არის რა გლაუკომა, კი. საკითხებს, რა საფუჭებს და ნუ Mhm. მერე უკვე ყველაფერი კი. ნაწილ-ნაწილ. კარგით, ესე იგი, ნუ გლაუკომაზე ჯერ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და ესე ვერაგი. ვთქვათ, ვერაგი, რომელ სიტყვაც უკვე ხშირად კი, არის გლაუკომისთან ახსენები ხოლმე, ჩუმი ასოცირებული. ქურდი და ასე შემდეგ, ტაცებელი, რომელიც აი დაკტაცებს, Mhm. მოკპარავს მხედველობას და კი. ვეღარ იბრუნებ რა. ხუმრობით რო ვთქვათ, 90-იანებში წართმეულ რაღაცას უფრო დაიბრუნებდი, კი. ვიდრე ახლა დაიბრუნებ გლაუკომისგან წართმეულ მხედველობას. მოკლედ, პრობლემა რაში მდგომარეობს? გლაუკომა არის ქრონიკული დაავადება Mhm. და მდგომარეობათა ერთობლიობა, რომელი მდგომარეობებიც აზიანებს მხედველობის ნერვს, ნერვს. იწვევს მხედველობის კი. ნერვის და ფოტორეცეპტორების, კოლბებისა და ჩხირების დაზიანებას და ნუ ცუდი ის არის ამ დაავადებაში, რომ ნუ სხვა დაავადებებიც შეიძლება Mhm. იწვევდეს მხედველობის ნერვისა და ასევე ხო, დაზიანებას, ხო? დაზიანებას ბადურა გარსი არსებული ფოტორეცეპტორებისა, მაგრამ ნუ ერთ-ერთი ცუდი ეს გლაუკომა არის, ეს დაავადება და ნუ ცუდი ის არის, რომ რაც დაზიანდება გლაუკომის გლაუკომით დაავადებულ ადამიანის ბადურა იმას გარსში, უკან ვეღარ დაიბრუნებ. იმას უკან ვეღარ კი, იბრუნებ ანუ რა, ჩვენი რასაც ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე, კი. მეც, სხვა ექიმებიც და ნუ პაციენტები მაინც მოდიან, მესმის რაღაცა აი ბოლო იმედად, რომ რა ხედულობას აღმიდგენ, ანუ რაღაც გამიუმჯობესდება და ანუ სამწუხაროდ იმ სიტყვების გამოყენება გვიწევს ხოლმე უარყოფით ის, რომ აი ვერა Mhm. შეუძლებელია და ასე შემდეგ. არსებობს სხვადასხვა ფორმები გლაუკომის. კი. არსებობს მოდი ბოდიში დიახ, გაწყვეტინებ, სანამ ფორმზე სიმპტომები. გადავალთ, მთლად ისე რომ არ Mhm. გამოგვივიდეს, რომ ნუ ძალიან რეალობა ეგ არის, რომ გლაუკომა ქრონიკული დაავადება და საბოლოო შედეგი ის აქვს, რომ იწვევს სიბრმავეს, თუ მაგრამ ყურადღება არ ხო, მიუქცევს, აი იმიტომ რომ მაგაზე თანამედროვე მინდოდა. სამყაროში კი. ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, მეთოდები არსებობს, და როგორც საშუალებები. კონსერვატიული, ასევე მედიკამენტოზური, Mhm. ნუ ლაზერული და კლასიკური ქირურგიები. Mhm. ნუ რაც თუ ყურადღება დროულად მიექცა და რაღაც განსაკუთრებული აგრესიულობით არ ხასიათდება, ესეც აქვს Mhm. ხოლმე. კი. ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ნუ დაავადება ისეთი აგრესიული ფორმის როცა არის, რომ პროგრესირებს, ხო? ხო, რა თქმა უნდა, აგრესიულობა როცა ხო. აქვს დაავადებას, პროგრესირებაც აქვს. Mhm. ნუ ხანდახან არ არის ისეთი აგრესიული და მარტივად მართვადია. ექვემდებარება, ხო, მართვადია და ექვემდებარება დამორჩილებას. Mhm. და მაგრამ აი დროულად არის თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი მეთოდები, რითაც არის შესაძლებელი, რომ ეს დაავადება დაიმორჩილო, ფოტორეცეპტორების დაზიანება გაჩერდეს და ის მხედველობა, რაც აი მკურნალობის დაწყების დროს ქონდა თვალს, ის ის შეინარჩუნა. შეინარჩუნოს. ოღონდ ცუდი კიდე ის არის ხოლმე, რომ როგორც წესი, დაბალი პროცენტულობა არის, რომ Mhm. ორივე თვალზე ერთდროულად იწყება, მაგრამ როგორც წესი ჯერ ერთ თვალზე იწყება ხოლმე და აა. მერე მეორე თვალზე და ეს არის ღიაკუთხოვანი გლაუკომის ფორმა და იმ მეორე თვალის კარგად მხედველობის ხარჯზე სანამ მეორე თვალზე ეს მხედველობის ველი ვიწროვდება, რომ სანამ ისე არ შევიწროვდება, რომ აი უკვე რაღაცას, ესე ვთქვათ, ატყობს, იქამდე ვერ როგორც ხვდება წესი ხოლმე ადამიანი. ვერ ხვდება და ხო. ექიმთანაც არ მიდის. და ანუ მთავარი იდეა ეგ არის გლაუკომის შემთხვევაში, რომ მალე მოხდეს ამის დროულობა. დიაგნოსტირება, ხო, იმიტომ რომ ნუ ცოტა პოზიტიურ ჭრილშიც რო Mhm. კი, წარმოვაჩინოთ. კი. თუ კი, ანუ მთავარი მიზანი ექიმის არის ის, რომ დროულად დაადგინოს და დაისვას დიაგნოზი, რომ გლაუკომა Mhm. გაქვს და შემდეგ არის უკვე, რომ თუ დროულად არის დასმული, ანუ მხედველობაც არ არის იმ დონეზე დაქვეითებული, რომ ანუ რაც აქვს ადამიანს იმ ეტაპისთვის მხედველობა,
ჩვენი მიზანია რომ ეს მხედველობა შევინარჩუნოთ მთელი ცხოვრების მანძილზე ფაქტურად ეს არის მთავარი მიზანი ხო და არა ის რომ გლაუკომა გაქვს და აღარ გაქვს ანუ ესე არ არის ქრონიკულია ეგ რო ვიცოდეთ დიაგნოზი თუ დაისვა შეიძლება ესე ვთქვათ სტაბილურობის პერიოდი იყოს წლები შეიძლება 10-15 წელი იყოს სულ ყველაფერი ნორმაში და სტანდარტულობის ფარგლებში და ასე შემდეგ მაგრამ ის რომ მე ან განვიკურნე ან ესე ვთქვათ ექიმი აღარ მჭირდება და კონტროლი არ მჭირდება ესე არ არის ეს არის რაღაცა ჯიბეში რომ ესე ვთქვათ ხელყუმბარა გედოს და როდის აფეთქდება რო არიცი რა მოდი ბევრი შევადაროთ ხო ბევრი რაღაც მაინტერესებს გლაუკომასთან დაკავშირებით და ცოტა ისეთ შეკითხვებსაც დავსვავ რომ არა ექიმ ადამიანის პაციენტების ენაზე რომ გასაგები იყოს და მაქედან რომ შევხედოთ სიმპტომებთან დაკავშირებით რო ვთქვათ ორი სიტყვით, მე რაც მახსენდება ეხა ძირითადი არის რომ მხედველობის ველის შევიწროვება და ბოლოსთან მართლა ძაბრისებური ტუნელოვანი გვირაბში ვიხედებიო თითქოს პაციენტები ესე აი მაგ მომენტში ხვდებიან უკვე ანუ ხოლმე ეს უმეტესად ხო შორწასული შორწასული ის არის ხო ანუ სკრინინგია ძალიან მნიშვნელოვანი რომ ადამიანმა გარკვეული პერიოდულობით შეიმოწმოს თვალი მაგრამ შეიმოწმოს გლაუკომაზე კონკრეტულად თუ აი რაღაცა ზოგადი შემოწმება მოიცავს მაგრამ რადგან გლაუკომა არის იმ პათოლოგიათა რიცხვ შეყვანილი რომ აი რაც დაგიზიანდა იმის დაბრუნებას ვეღარ შეუძლებელია ხო ნუ არის რაღაც დაავადებები რომელიც კი ნუ რა სიმპტომები რომ დაიწყება ისეთი უკვე ნათელი სიმპტომები რო გაქვს რომ ატყობ რომ რაღაც ვერ არის კარგად იმას მიხვალ რაღაც ჩაიტარებ შესაბამის კურნალობას გამოსწორდება მაგრამ აქ აი ის რომ ამის ესე ვთქვათ დაბრუნება ვერ ხდება ჯობია სკრინინგულად ადრეულად ხო შეიძლება არ გაწუხებს მაგრამ ეს არის 40 წლიდან ზემოთ რომ წელიწადში ერთხელ მაინც ზოგადი ოფთალმოლოგიური კვლევა ჩაიტარო რომ ნუ ისეთი პათოლოგია არ აღმოგაჩნდეს თუნდაც როგორიც არის გლაუკომა მაგრამ ცუდი კიდე ის არის რომ ამ დაავადებას ახასიათებს ისეთი მდგომარეობა, როდესაც წნევა, თვალის წნევა არის ნორმაში. ამას ნორმოტენზიული გლაუკომა ქვია. აი მაგაზე მქონდა კითხვა, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად თავიდან ესე აღვიქვავდი, რომ ნუ თვალის წნევა თუ ნორმაში გაქვს, ესე იგი გლაუკომა არ არის. აი რა არის გარდა თვალის წნევისა ექიმისთვის და ვთქვათ პაციენტისთვისაც ის მნიშვნელოვანი სიგნალები, რომ დავარქვათ რაც შემთხვევაშიც ეჭვი მიგაქვს რომ შეიძლება იყოს გლაუკომა. კი ბატონო, ეს არის, ნუ პირველი რაც უკვე ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, ხედველობის ველის შევიწროვება, მაგრამ შეიძლება მანამდე ერთოდეს მცირე ბურუსი. მაგალითად, ცისარტყელისებრი და რაღაც აი შუქების რკალების გაჩენა, როდესაც იყურები უფრო მეტად, თქვათ, განათებულ, ცოტა ისეთ გარემოში, თუნდაც დაბალი განათების პირობებში შეიძლება რაღაც ჰალოებს, გლეარებს ეძახიან, რაღაც, თქვათ, რკალებს, ცისარტყელებს, ჭყვია ლებს ხან პაციენტები ესე. აი რა სიხშირით უნდა იყოს ეგ, თქვათ? შეიძლება ესე ვთქვათ, სიხშირე არ არის მაინც და მაინც სტანდარტული. შეიძლება დღეში ერთხელ ან ორჯერ შენიშნოს ადამიანმა ესეთი ტიპის მოვლენები, შეიძლება უფრო მეტჯერ. ან სამ დღეში ერთხელ. აი, ცხოვრებაში ერთხელ თუ რაღაცა გაგახსენდება და გქონია, ეგ არის თვლება, ხო? არა, ეს ხო, ნუ ეხლა იმიტომ რომ ხო შეიძლება სხვა რაღაცებმაც გამოიწვიოს. კი ბატონო, შეიძლება სხვა რაღაცამაც გამოიწვიოს. ანუ ხშირად როცა ხდება, ანუ ყოველდღიურად ან კვირაში ერთხელ დაღლობამ, რაღაც წნევის ცვალებადობამ, ჰემოგლობინის ნაკლებობამ ახასიათებს რაღაც თვალის მხრივი მოვლენები და სისხლის მიმოქცევის დარღვევასაც ხანდახან უკავშირდება ხოლმე, მაგრამ ნუ ჩვენ საუბრობთ სავარაუდოდ არაერჯერადად, ხო, რაღაც, როცა ატყობ, რომ თვეში ერთხელ ჯობია გაესინჯოს აუცილებლად და ნორმოტენზიულ გლაუკომასთან ვიტყოდი, რომ მხოლოდ წნევა არ არის, ესე ვთქვათ, ის რომ ადრე იყო, რომ წლების წინ, რომ გლაუკომა არ არსებობს წნევის გარეშე, რა, ხო. კი, ეგრე იყო ნამდვილად. მაგრამ ეს ესე აღმოჩნდა, რომ არ არის თორ სხვადასხვა ფაქტორებზე არის დამოკიდებული თვალის წნევა რა. თვალის წნევის გაზომვის დროს აუცილებლად უნდა მოხდეს გათვალისწინება რქოვანას სისქის მაგალითად. და სამიზნე წნევის გამოსვლა ასევე ხდება ხედველობის ნერვის როგორც ვიზუალური დათვალიერებით, ასევე მაღალტექნოლოგიური
ტომოგრაფის აპარატით, თვალის ტომოგრაფის აპარატით, ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია ქვია, აი მის ჩატარებით რა. ასევე არსებობს ელექტრო რეტინოგრაფია, ძალიან კარგი ტექნოლოგია არის, რომ ბევრად კიდევ უფრო ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენს უჯრედებში როგორ მინიმალურ ცვლილებებს. იცით, რომ ჯერ ეს კაი ხანი კიდევ ვიზუალურ დეფექტს არ მიცემს პაციენტს, მაგრამ იქ უკვე რაღაცა ცვლილებები კი, მაგრამ მაგამდე რომ მივიდეთ, რაღაცნაირად ან პაციენტი უნდა დააკვირდეს საკუთარ თავს და სწორად მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს, აი ნორმოტენზიული გლაუკომის შემთხვევაში რაც თქვით, როცა ვთქვათ თვალის წნევა ნორმის ფარგლებშია, უფრო მეტი დეტალი უნდა მისცე ალბათ ექიმს სიმპტომების შესახებ, რომ მან იეჭოს. საერთოდ არ კონდეს. ეს არის კიდე გლაუკომის ცუდი, ესე ვთქვათ, მაჩვენებელი, რომ შეიძლება უსიმპტომოდ მიდიოდეს და მხოლოდ მხედველობის ველი ვიწროვდებოდეს, არც ტკივილი არანაირი საერთოდ სიმპტომი არ აქვს, გარდა მხედველობის ველის შევიწროვებისა. ეს ღია კუთხოვანის დროს, თორე დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს ხანდახან ისეთი ტკივილები აქვს თავის ღებინებით, გულის არეში ტკივილით, რომ შეიძლება სულ სხვა, შეიძლება გეგონოს, რომ ადამიანს მაგალითად რაღაცა ინფარქტის ნიშნები აქვს. ხო, ისე თვალი რაღაცნაირად ტვინთან ძალიან დაკავშირებული ორგანოა. პირდაპირ მხედველობის ნერვი პირდაპირ ესე ვთქვათ გამოდის თავის ტვინიდან. და რაღაც ნევროლოგის და ოფთალმოლოგის კოლაბორაციაც და რაღაცა კვეთები არის, ხო? კი, დიახ, სხვადასხვა რო გამორიცხოს, აი თქვა ოფთალმოლოგმა შეიძლება რაღაცა, აი თუნდაც კოორდინაციის პრობლემა როცა გაქვს, შეიძლება ტვინიდან მოდიოდეს, ანუ თავის ტვინიდან უშუალოდ რაღაც. ან ოფთალმოლოგიური პრობლემა იყოს. კი ბატონო, აი მე ესე ვთქვათ პაციენტს გავიხსენებდი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ესეთი ტიპის დიაგნოზი დაუსვი საერთოდ. პირველი რეზიდენტურის პირველი კურსის ესე ვთქვათ ზაფხულის პერიოდი იყო და მაშინ აი ერთადერთი მოდული მომიწია სხვა კლინიკაში. ისე უახალმზერაში ვიყავი და ეს იყო პროფესორ მარინა რამაზაშვილთან და მეგობარმა დამირეკა. ნუ დეიდაჩემს რაღაც თვალის პრობლემა აქვსო და გეხვეწებიო სადღაც მივიდაო, მაგრამ კიდე ცუდად არის იქ რაღაც. ნუ ისქნესო გასინჯეს რაღაც, მაგრამ აი რაღაც მაინც მოკლედო ცუდად არისო რა ყოველდღეო რაღაც ემატებაო ეს უარყოფითი მოვლენა მოვიდა და აქადაა თქვა თქო მოვიდა, რა თქმა უნდა ჩემს ხელმძღვანელს ვთხოვე რომ ესა და ესეთი პაციენტი მოვა და თქვენ და მეც აქ ერთად რო გვენახა. ველი ქონდა შევიწროვებული, ერთი შეხედვითაც ხელითაც კი ეტყობოდა რა. ხელით როგორ ხელით გასინჯვით. ხო არის რა სპეციალური ესე ვთქვათ პოზაც აირჩევ და თვალზე აფარებინებ ხელს და რაღაც დიაპაზონს ესე ვთქვათ ხელითაც გასინჯავ, აი ვთქვათ როცა აიფარებს, ახლა აქ თუ ვერ ხედავს ხო, მოდი აი ახლა მაგის ისტორია, ახლა სანამ აპარატზე ესე ვთქვათ შეამოწმოთ რა. მოდი ჯერ ხომ მაგ პაციენტზე დავასრულოთ და მე მინდა გთხოვო რომ აი რაღაცა ახლა ვთქვათ მსგავსი რაც გვაჩვენე, თუ არის შესაძლებელი რომ რაღაცა ადამიანმა გააკეთოს თავისით, იმიტომ რომ ეს მხედველობის ველი ხო ძალიან სუბიექტური არის აღქმა და ვერ მიხვდეს და რაღაცით შეაფასოს. კი ბატონო, ნუ რაღაც ესე ვთქვათ სახლის პირობებში როგორ შეიძლება ამას ორი სიტყვით რაღაცას. მაგრამ მაინც ექიმის გარეშე ხოლმე რთულია. ექიმის გარეშე კი, მაგრამ აი თუ ფიქრობ რომ არაფერი არ გჭირს, შეიძლება აღმოაჩინო რომ თურმე რაღაც გჭირს და მე მიხვი და ექიმთან. რადგან ნევროლოგია ახსენეთ, მაგიტომ ყვები ამ ისტორიას. კი, მაგ პაციენტზე მოვყვეთ საინტერესოა. და ნუ მხედველობის ველი შევამოწმეთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, დეტალური პირველადი გასინჯვის შემდეგ წნევა ნორმაში იყო სხვა შორის და აი რაღაც ნორმოტენზიულით შეგიძლებოდა რომ გეფიქრა, მაგრამ ნუ დავიწყეთ რუტინულად რაც ეკუთვნოდა პაციენტს და მოკლედ ისეთი დაზიანება აღმოაჩნდა მხედველობის ველში, რომ მივიტანეთ ეჭვი, რომ თავის ტვინში იყო რაღაც პრობლემა. ანუ გლაუკომისკენ არ წახვედი. საერთოდ თვალის პრობლემა არ, ანუ როგორ არ ქონდა, მაგრამ მიზეზი მოკლედ იყო, რომ თავის ტვინში ქონდა რაღაც წარმონაქმნი, გაუშვით შესაბამის დაწესებულებაში და სპეციალისტთან გაიკეთა ამ წარმონაქმნის გამო კიდე კაი, მადლობა ღმერთს ყველაფერი ისე დამთავრდა, რომ ისე ვთქვათ, გავრცელებული არ იყო ასე შემდეგ და სულად რო აღარ მოვყვეთ ამ პაციენტზე და ეს პაციენტი დღემდე არის იდეალურად საერთოდ მხედველობაც გაუმჯობეს და ნუ რა ცირედი დეფექტი დარჩა, რასაც თვითონ საერთოდ ვეღარ ამჩნევს და
ნევროლოგიასთან კავშირში აი ესეთი რაღაცა შეიძლება იყოს კი ხოლმე და რა აი იქ ძალიან დიდი თავის როლია ურთუნის ეგეთ სითხეც დროს მოქმედებს ხოლმე გლაუკომის დროს კი შეიძლება წნევა მოიმატოს თვალში რაღაც ხო სხვა მსგავსი სიმპტომები ბადურაზე შეიძლება შეშუპება მოქცეს ახასიათებდეს მსგავსი სიმპტომები აქვს აი იდეაში დიფერენციალური აი შაკი დიაგნოსტიკა კი რო არის ხოლმე შეადარო საჭირო თქვათ და რაღაცა გლაუკომის რთული შეიძლება ფორმები ხო გავს კი ერთმანეთს ბატონო როგორც გავს თან ერთ თქვა თუ თქვა ხო ერთ მაღალი თვალზე წნევის როცა გამო არის გაქვს რაღაც ტკივილი, აი იმ თვალის გასწრულ შეიძლება თავი გტიოდეს, გულისრევის შეგრძნება აჰა გქონდეს, აგერიოს კიდევაც გული, ანუ ღებინება გქონდეს. რაღაც ეს სიმპტომატიკა შეიძლება ტკივილგამოყრჩებლები დალიო რაღაც ცოტა გადაგიაროს, ესე რომ თქვა ტკივილმა, გეგონოს რომ არის რაღაც შაკიკის შეტევა და გქონდეს გლაუკომის შეტევა. მოკლედ არის რაღაც. ხო, ასევე მინდა გითხრათ რომ ძალიან აი აღნიშნეთ ჩვენ ლაზერული კორექცია ვახსენეთ და ლაზერული კორექციის დროს იცვლება რქოვანის სისქე. ცოტ ხელდება და ძალიან ბევრს უკვე საქართველოში აქვს ლაზერული კორექცია ჩატარებული, ვინც თქვათ 2000, 2002, 2005 წელს გლაუკომის იყვნენ დიაგნოზის ახალგაზრდები. პაციენტებს გულისხმობ კი ხო? ბატონო, უკვე მყოლია მსგავსი ტიპის პაციენტები, რომ უკვე მოვიდა, თქვათ 60 წლის არის და 50-ს გადაშორებული და რადგან რქოვანა აქვს თხელი, შეიძლება ესე გასინჯვის დროს იფიქრო, რომ წნევა არის ნორმაში, დაბალს აჩვენებს. ნახეთ, რქოვანა როცა არის თხელი, წნევას დაბალს აჩვენებს და პირიქით ხან-ხან შეიძლება გეგონოს, რომ მაღალია წნევა და რქოვანას სისქეს ნახავ და სქელი აქვს და იქ უნდა მოაკლო მერე და გამოიჩნო ნორმაში ყოფილა რა. ეს ნიუანსები არის. და მოკლედ ლაზერული კორექცია ვისაც აქვს ჩატარებული დღეს ვინც ჩაიტარა, ხვალ ვინც ჩაიტარებს და გვისმენს და მოусმენს ამ საკითხს მათი ახლობლები, დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ გაქვთ რქოვანის ფორმა შეცვლილი და შემდგომი ოფთალმოლოგიური კონსულტაციების დროს ეს აუცილებლად აღნიშნოთ ექიმთან, იმიტომ რომ შეიძლება აი ეს ცდომილება, რომ დაბალ წნევას აჩვენებს, გვეგონოს ნორმა, მაგრამ არ იყოს, იმიტომ რომ თხელია, ხო? ხო, და არა და მაღალი ქონდეს, ამიტომ სისქის გამოთვლა უნდა მოხდეს და შემდგომ ამის მიხედვით ესე ვთქვათ მომატება რა ეკუთვნის მას ესე ვთქვათ თვალში გაწნევის რომელი მაჩვენებელია მისთვის ნორმა. ანუ ინდივიდუალურად ხდება მაინც რქოვანის სისქის მიხედვით, როგორც მივხვდი, ყველა ადამიანთა სამიზნე წნევის გამოთვლა ხდება ინდივიდუალურად და ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული. ძალიან საინტერესოა, ჩემთვისაც კი, რაც თქვენ მითხარით, სახლის პირობებში როგორ შეიძლება, რა შეიძლება გავაკეთოთ. ნუ, პირველი ეს არის, თქვათ, რაღაც მანძილი ავირჩიოთ და საათი, რომელიც მუდმივად დაკიდებულია ერთ და იგივე ადგილზე, ან რაღაც წარწერა, ნახატი. ობიექტი რაღაცა შეიძლება. ობიექტი და ერთ და იგივე მანძილიდან, ნუ, ყოველდღე ამას ახლა ალბათ, რა ვიცი, არავინ გააკეთებს, არც უნდა გააკეთო, მაგრამ რაღაც პერიოდულობით თუ ან ესე ვთქვათ 40 წელს გადაშორებულ ადამიანებს უფრო აქტიურად ესე ვთქვათ ურჩევდი ამას, რომ აიფარონ ერთ თვალზე, მერე მეორე თვალზე და ნახონ, ვთქვათ 2 თვის წინ, 3 თვის წინ რო იყო ისე არის, თუ არ არის, ნუ მიმართონ ისე ხედავენ თუ ვერ ხედავენ. ეს ერთი, მეორე შეიძლება ცალთვალზე აიფარონ ხელი და მეორე ხელი თითების მოძრაობით წინ იყურონ და ვთქვათ მოხდეს აქეთ რამდენად ხედავ. კი ბატონო, მოხდეს მხედველობის ესე ვთქვათ ველის შემოწმება, რომ აი ესე ვთქვათ, როდესაც წინ იყურება და რაღაც ობიექტი აქვს დაფიქსირებული. ხო, გვერდით რამდენად ხო, გვერდით რამდენად ხედავს. ეს არის, ნუ, ესე ვთქვათ, რაც შევა მარტივად, მაგრამ რა თქმა უნდა, არ არის სიზუსტე, რა სიზუსტითაც ოფთალმოლოგის კაბინეტში მოხდებოდა ამ ყველაფრის შემოწმება და ყველაფრის ნახვა რა. კი, თუმცა რაღაცა საჭირო მინიმალური, რომ შექმნას ადამიანის წარმოდგენა. კი, აი, ესე ვთქვათ, რაც შემიძლია ურჩიო, ნამდვილად ეს იქნება მეტი. ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მხოლოდ 40 წლის ზემოთ არ არის და როგორც თქვი, ასევე ახალშობილებშიც არის თანდაყოლილი. კი, თანდაყოლილი გლაუკომაც არის. კი ბატონო, არსებობს CYP1, B1 გენი, რომელიც მუტაციის დროს თანდაყოლ-გლაუკომას იწვევს. ეს გენები არის ის გენები, რომელიც უზრუნველყოფს ტრაბეკულარული აპარატი, საიდანაც ხდება სითხის გადინება თვალიდან, აი ესე ვთქვათ, მონაკვეთის განუვითარებლობას და უნდა აუცილებლად ახალშობილი ბავშვის გასინჯვა კარგად მოხდეს, რომ თუ 10,000-ზე ერთი არის ესეთი სტატისტიკურად, ისე ზოგადად
გლაუკომა სოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 90 უკვე 100 მილიონს კაცს და ეს რაც არის დიაგნოსტირებული თორე. ეხლა ალბათ გაიზარდა რაოდენობაც. ეს იყო წინა წლის მონაცემი და სავარაუდოდ ისედაც მეტი არის. უბრალოდ ნუ ეს რაც დაფიქსირებული და ესე ვთქვათ დიაგნოსტირებული არის და აღწერილი და რა თქმა უნდა ეს რიცხვი ბევრად მეტი არის. და ახალ შობილებში სწრაფად უნდა მოხდეს ჩარევა, თორე თუ არ გაკეთდა და ეს საოცრებლად ყოველთვის არის ქირურგია. ამას წვეთებით და წამლით ვერ უშველით, თანდაყოლილ გლაუკომაზე მაქვს საუბარი. მომენტალურად უნდა მოხდეს მკურნალობა ქირურგიულად, რომ მხედველობის, ესე ვთქვათ, შენარჩუნება მოხდეს, ან ნუ რაღაც მხედველობის, ესე ვთქვათ, ქონა, თორე მეტად რო არ წავიდეს. სიგმავისკენ არის ეს თვალი განწირული. რა მინდა კითხვა, აი მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით, ნუ ერთი ეს ვისაც გლაუკომა აქვს, მკურნალობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ხო, აი თვალის წვეთებს რო გავცდეთ, ასე ვთქვათ, აი რა გამოსავალი გვაქვს? თანამედროვე, ასე ვთქვათ, მედიცინა უკვე იძლევა შესაძლებლობებს, რომ მედიკამენტებსაც გავცდეთ და აუჩიოთ სხვა მეთოდები. ხო, აი მაგაზე ვისაუბროთ, მოდი მოკლედ რა მეთოდები. სტანდარტულად მოწოდებული არის მედიკამენტები გლაუკომის მკურნალობაში, ლაზერული მანიპულაციები, ოპერაციები შეგვიძლია დავაკვათ და კლასიკური ქირურგიები. კლასიკური ქირურგია ეს უკვე ყველაზე ინვაზიური მეთოდები არის, თორე ლაზერული უფრო დამზოგველი არის და ნუ წვეთები ეს არის. ამას პაციენტი ირჩევს თუ ერთად ხდება ამ ყველაფრის, ესე ვთქვათ, გაანალიზება და ყოველთვის არის ინდივიდუალური. აი სტანდარტი ზოგადად მედიცინაშიც და თან გლაუკომას დაავადება გლაუკომასთან დაკავშირებით რაღაც სტანდარტულობა ძალიან ძნელია, რომ ყველა ინდივიდუალური, ესე ვთქვათ, პრობლემით მოდის და არსებობს ამ საკითხშიც ინდივიდუალობა, რომ აი ვიღაც პაციენტს ეს წვეთების ჩაწოთება ძალიან, ესე ვთქვათ, მისთვის არასასიამოვნოა, დისკომფორტია, ავიწყდება და რაც კიდევ მნიშვნელოვანია, ვინც გვისმენს ან ესე ვთქვათ, დაავადებული ამ პრობლემით შეიძლება არ გვისმენდეს, ვიღაც ახლობელი გვისმენს, დაიმახსოვრეთ ზოგადად ყველა წვეთზე, მაგრამ გლაუკომის წვეთს ეხება უფრო მეტად გავამახვილებდი ყურადღებას ჩაწოთების მერე აუცილებლად საცრემლე, ესე ვთქვათ, ცხვირხახაში რო არ გადავიდეს არხით ეს წვეთი და დანაკარგი რო არ მოხდეს და სრულად მოხდეს ამ მიღებული დოზის შეწოვა, რომ მოქმედება იყოს ეფექტური, აუცილებლად ჩაწოთების მერე 9 წამით, მაინც 30 წამით დაახლოებით, მაინც მინიმუმ აიკეცეთ ხოლმე. ის აი საცრემლე კუთხე, კანი აიკეცეთ, რაღაც რითი ხელით თუ? კი, თითით უბრალოდ რომ და დაახუჭეთ თვალი 9 წამით. იმიტომ რომ ძალიან ხშირი არის ხოლმე პაციენტები მოდიან, ესე ვთქვათ, აი ვეკითხები როგორ იწვეთებთ და ის უკვე აღარ ახსოვს ხოლმე. ხო. რაც ესე ვთქვათ, როცა იყო პირველად მოსული, დავარიგე და ხშირად უმეორებთ ხოლმე და მეუნება მე რომ აი რაცა ხელში გადამივიდა წვეთი ვიგრძენი ან ჩამომივიდა კანზე, ეს დაკარგული წვეთი არის და წნევას ისე კარგად ვერ დაარეგულირებს. ასევე ვიტყვი ეს ისე უბრალოდ ესე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი არის და მაგიტომ აღვნიშნე. რაც შეეხება ახალ მეთოდებს, ეს არის ლაზერები, ესე რომ ვთქვათ, გლაუკომის მკურნალობის მცდელობებს უფრო დავარქმევდი. ეს მკურნალობა რაღაც ხალხი ისე იგებს ხოლმე, რომ ხო, რაღაც ჩაიტარა და უნდა განიკურნოს. ესე არ არის ეს. სულ მუდმივად ესე ვთქვათ, პაციენტი უნდა მეგობრობდეს ექიმთან და იდეალურ პირობებში 3 თვეში ერთხელ უნდა დადიოდეს ექიმთან, 6 თვეში არის კარგი. წელიწადში ერთხელ ეს არის სავალდებულო თუ რაღაც მდგომარეობების გამო ვერ მოახერხა მისვლა. თორე 3 თვეში არის ეს იდეალური ვარიანტი, რომ აუცილებლად გაისინჯოს ხოლმე თვალის მდგომარეობა. ლაზერზე ვიტყვი, რომ სანამ წვეთების წვეთებას დაიწყებს ადამიანი, ვისაც გლაუკომა დაუდასტურდება, ძალიან ეფექტური არის ხოლმე, მით უმეტეს ეს ეხება ღიაკუთხოვან გლაუკომებს, სელექტიური ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევებში შეიძლება წელიწადნახევრი 2 წლით საერთოდ გაანთავისუფლოს ადამიანი წვეთებისგანაც და უფრო ეფექტური არის ხოლმე მკურნალობის დაწყებამდე, მედიკამენტოზური და მკურნალობის დაწყებამდე. ასევე არსებობს
დიოდ ლაზერული ტრანსსკლერალური ესე ვთქვათ ორი სახის манипуляციები ლაზერული ოპერაციად შეგვიძლია დავარქვათ, მაგრამ ოპერაციას უფრო ნაკლებად ეს უფრო манипуляციები არის დამზოგველი და არა ინვაზიური, რომელიც ერთი მეთოდი ესე ვთქვათ მიკროპულსური თერაპია აუმჯობესებს ამ დაგროვილი სითხის, რომელიც გლაუკომის დროს ეს ბალანსი გამომუშავებასა და გადინებას შორის დაირღვა და მაგიტომ მოიმატა თვალში წნევამ და მექანიკური ზეწოლით ნერვი დააზიანა და ფოტორეცეპტორები და იწვევს ხედელობის დაკარგვას, რომ ამ ერთი მეთოდით მოხდეს ამ გზების გაფართოვება და სითხის თვალიდან განდევნა და განდევნის გაუმჯობესება, რასაც ასევე წვეთები აკეთებს. ან მეორე, რასაც სხვა ტიპის წვეთები აკეთებს ხოლმე, გამომუშავების დათრგუნვა მოახდინოს თვალში. და მეორე არის ციკლოდესტრუქცია ქვია და მეორე манипуляციით ხდება იმ უჯრედების დაზიანება, ესე ვთქვათ, ამ ლაზერის მექანიკური სითბური ენერგიით, რომელიც პასუხისმგებელი იყო, რომ თვალში ეს სითხე წყალწყალანამი გამოემუშავებინა და ამ დროს ასევე ხდება ნორმალიზება თვალში გაწნევის, არც ძალიან დაბალი არის, ესე ვთქვათ, კარგი თვალისთვის და არც მაღალი. აქვს თავის დიაპაზონი, ეს არის 10-დან 21-მდე, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს თითოეულ თვალში სამიზნე წნევის განსაზღვრა ინდივიდუალურად დაზიანების მიხედვით და თვალის ანატომიური მდგომარეობების მიხედვით და ეს ღია კუთხოვანი და დახურულ კუთხოვანზე ვიტყოდი, რომ ერთ პაციენტს გავიხსენებდი ასევე. ბატონი შოთა ძალიან საყვარელი ადამიანი და რა იყო ამ პაციენტთან ძალიან ესე ვთქვათ საინტერესო, რომ ეს პაციენტი ორ კლინიკაში იყო მანამდე ნამყოფი. ცოტა ემოციურადაც ისეთი პიროვნება არის, რომ ყველაფერს ცოტა ემოციური ადამიანია, განიცდი და რაღაცეები ამის გამო და სტრეს ჰორმონის მოჭარბების გამო თვალის წნევა ხო შეიძლება გაგეზარდოს, ეხლა ჩაგეკითხება ის სტრესში როცა ხარ და რო ნერვიულობ. ნახეთ, თვალის წნევა მაგალითად სიმძიმის აწევის დროს არის რაღაც პატარა კვლევასავით, როდესაც უზომავდნენ ესე ვთქვათ, მაგალითად სიმძიმის აწევის დროს მომატებული არის ხოლმე, აი. მაგიტომ არის, რომ გლაუკომა ვისაც აქვს დიაგნოზი, ურჩევთ ხოლმე, რომ სიმძიმეებთან აღარ იმეგობრონ რა. და დამზოგველად მოიქცენ და სტრესიც და რაღაცა ემოციური ფონიც არ გქონდეთ. თვალს ნახეთ, აქაც ჩვენ გვიდევს ესე ვთქვათ თვალის ანატომიური მაკეტი. ირგვლივ აქვს კუნთები. 4 სწორი, 2 ირიბი და ეს კუნთები, ესე ვთქვათ, კომპრესიას ესე ვთქვათ, მექანიკური ზეწოლა ხდება. სიმძიმის აწევის დროს დაჭიმვისა და სტრესის დროსაც დაჭიმული დაძაბული ადამიანი. და როდესაც მექანიკურად უჭერს თვალს წრიულად ეს კუნთები, რა თქმა უნდა, შიგნით იზრდება წნევა. კი ბატონო. ხო, შოთას ისტორია ესეთი იყო, რომ ჩემ ახლობელმა დამირეკა აკადემიკოსი მიხეილ ოკუჯავა და მთხოვა, რომ ეს პაციენტი ჩემი შინაური არისო და მოусმენო შენო ვიციო, მოусმინე და რას ყვებოდა, რას ასევე ქონდა მოყოლილი სხვა ექიმებისთვის. ხედავდა რაღაც ობიექტებს, რაღაც ფიგურებს, რაც ასევე აი გლაუკომაში აღნიშნეთ რკალები, თქო, რაღაც შავი წერტილები და ეს კაცი ამას ემოციურად აღიქვავდა და ხანჩდებიან, ხანქრებიანო და ეხა ამას რომ სხვაგან შეიძლება წახვიდე, ხო? შეიძლება გაგეგიმოს, ხო, როცა თქვა მაინც ოფთალმოლოგიაში არ ხარ გარკვეული. ან ნევროლოგიაში. ხო, რაღაც შეიძლება კი არა სხვა ექიმთან იყო გადამისამართებული, ხო და. ნუ თვალი ასევე რადგან მოკლედ დახურულ კუთხე ქონდა დახურული, ნაწილობრივ ალაგ-ალაგ ღია და ღამე უფრო ეწყებოდა ეს ტკივილები და რო წვებიო და ხუჭავ თვალსო და შუქს ვაქროფო და ვიძინებ, აი მერე მოდიანო ეს ფიგურებიო, ხო და შეიძლება იფიქრო, როცა რაღაც არ წახვალ სწორი მიმართულებით, რომ ნუ რაღაც ეს ვთქვათ ელანდება რა, ხო, რაღაცეები რა და თან ემოციური როცა არის ადამიანი და ისედაც რაღაცეებს განიცდის ძალიან ემოციურად, ხო, იფიქრებ, რომ რაღაც არის სტრესის ფონზე, რაღაცის ფონზე ამას ყოველ ვთქვათ აბუქებს ან რაღაც აზვიადებს. ხანდახან აი რაღაც წერტილებიც, მოკლედ კი საინტერესოდ ყვება ამ ყველაფერს და შეიძლება სხვაგან წაიყვანოს. მივხვდი რომ რაღაცაშია საქმე. და
ხო, ღამე რადგან ეწყებოდა და ღამე ხანდახან არის ხოლმე მომენტები, როდესაც თვალს ხუჭავ, დაბალ განათებაში ზოგადად გუგა ფართოვდება აჰა. და შეიძლება კუთხის ჩაკეტვაც გამოიწვიოს და როდესაც ვიწრო არის ასევე საკანი, მე ურჩევ ესე ვთქვათ დამწყებ ოფთალმოლოგებს და სტუდენტებს, ვინც აპირებს საომალოდ ოფთალმოლოგიაში ყოფნას, გუგის გაფართოვებასთან დაკავშირებით იყავით ხოლმე ფრთხილად, იმიტომ რომ შეიძლება გუგის ბლოკიც კი მოგცეს, მით უმეტეს თუ კატარაქტაც აქვს პაციენტს და აი კატარაქტა და გლაუკომაც შეგვიძლია მე ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ძალიან საინტერესო არის ხოლმე და შოთას ამ პაციენტის ისტორია ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ კატარაქტის ოპერაცია გავუკეთეთ მე და ყველაფერი 3 წელია უკვე რიგზე აქვს. ანუ მაგ ეგ სიმპტომები კატარაქტასთან იყო დაკავშირებული? ბროლთანაც იყო დაკავშირებული და გეტყვით რატომ. გავს ინჯევ ნახე რომ ვიწრო კუთხე აქვს ძალიან სივრცეები და ჰიპერმეტროპია არის. ჰიპერმეტროპია ნიშნავს რომ თვალი აქვს ზომაში უფრო მოკლე სიგრძეში. სიგრძეში არის პირობითად პლუს მინუს 23 მმ თვალის სიგრძე არის ნორმა. როდესაც არის თვალის სიგრძეში უფრო მეტად გრძელი, სხივი ვერ აღწევს ბადურამდე და ამას ჩვენ ვეძახით მიოპიას და უბრალოდ მინუს შუშებით კორეგირდება და ხალხში გავრცელებული სახელწოდება რაღაც მინუსი, რა გაქვს მინუსი. ხო, მინუს შუშებით კორეგირდება ლინზებით, თორე ისე, ნუ მიოპიას ვეძახით, ხოლო არსებობს ჰიპერმეტროპია. ჰიპერმეტროპია არის 23 მმ-ზე უფრო მოკლე აქვს თვალი და სივრცეებიც უფრო ვიწრო არის თვალში. აი თუნდაც ის წინა საკანი და სხვადასხვა კომპონენტები თვალის და თვალი უფრო მოკლედ პატარა ქონდა. და ჰიპერმეტროპია იყო სათვალესაც იყენებდა და ნახე ის გადაუღეთ ტომოგრაფიაც რაღაცები მხედველობის ნერვი დაზიანება არის. ჩვეულებრივი კლასიკური გლაუკომის დაზიანება. იქ ნახეთ და ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათიაც ჰქონდა, რაც ეს სტრესთან არის კავშირში ხოლმე, როდესაც კორტიზოლი არის სისხლში მაღალი. ეს კიდე ცალკე პრობლემაა ბადურის 55 პლუს მინუს. იმ დროს წრევა ნორმაში ჰქონდა. ეს იყო დღე, შუა დღეებზე, ანათებდა ვიწრო, გუგა უფრო ვიწრო იყო, მაგ დროს უფრო თქობა ის კუთხეც გახსნილი იყო, სითხე უფრო გადინებული იყო თან, მაგრამ კურნალობდა თვალი, რადგან წითელი ჰქონდა და ეს ესე ვთქვათ, ზედაპირი ჰქონდა გაღიზიანებული, როგორც რაღაც კონjunktივიტზე. შეწამლები ჰქონდა დანიშნული, მოკლედ, როდესაც ასაკში შედის ადამიანი 40 წლის მერე, ბროლის უფრო ზომაში დიდდება, ნუ ფულდება ესე ვეძახით და თან იმღრევა ხოლმე. შემღრევა, ძალიან ერთეული შემღრევები ქონდა ბროლში, მაგრამ ნუ აქ მიზეზი იყო ძირითადად ის რომ კუთხე, ესე ვთქვათ, კუთხე იყო დახურული, ვეღარ იხსნებოდა და მოკლედ კუთხე რო ეკეტებოდა, გლაუკომის შეტევას აძლევდა თავის გულისრევის შეგრძნებებით და ყველაფრით. გავუკეთეთ რიგი ოპერაციები, რაც საჭირო იყო და ეს პაციენტი, ესე ვთქვათ, ბროლით შეუცვალეთ, იმიტომ რომ კუთხე უფრო გახსნილი იყო და ეს პაციენტი აგერ 3 წელია უკვე მშვენივრად არის, მხედველობა შენარჩუნდა, ის მცირედი დაზიანებაც ოდნავ გაუმჯობესდა, იმიტომ რომ ახალი იყო და ესეთი რაღაცებიც ხდება რა. ბროლის კავშირში იყო და არსებობს ხოლმე მდგომარეობები, როდესაც კატარაქტა, ბროლის შემღრევა და გაფუება ასაკში ასევე იწვევს ხოლმე კუთხის ჩაკეტვას და გლაუკომის განვითარებას, გლაუკომის შეტევაც შეიძლება განვითარდეს და მხედველობის სიმაღლეს სერიოზული პრობლემები შეექმნას და მე საომალოდ ამის აღდგენა ვეღარ მოხდეს. მარტივად დიაგნოსტირებადია, ხო? აი, არ ვიცი რამდენად რეალობასთან ახლოს არის კატარაქტა. კატარაქტა, ხო? თვალითაც შესამჩნევია, აი რაღაცნაირად. საწყისი კატარაქტა პირველი მეორე ეს სტადიის და ეს ვთქვათ დაწყებითი შემღრევები შეიძლება ესე შეუიარაღებელი თვალი გუგის გაფართოების გარეშე არ ჩანდეს და მხედველობაც არ იყოს ესე ვთქვათ დაქვეითებული მაღალი იყოს, მაგრამ ინსტრუმენტ, ეს ვთქვათ, ნაპრავლოვან სანათზე, ოფთალმოსკოპის გამოყენებით და უკვე ინსტრუმენტული კვლევებით შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი საწყის და ადრეულ ეტაპზეც დავადგინოთ და მე ასევე აღვნიშნავ აქ რომ ის ტენდენციაც ძალიან დიდი ხანია წლები 10 წლეულებია შეიცვალა რომ კატარაქტის რაღაც ან მომწიფებას რაღაც გავს ველოდებით ან ელოდება ადამიანი რაც უფრო მეტად ადრეულ ეტაპზე გაკეთდება კატარაქტის ოპერაცია არის ყველაზე ესე ვთქვათ რეაბილიტაციის პერიოდიც ნაკლები, დამზოგველი და უფრო უსაფრთხოც, იმიტომ რომ
დროშიც უფრო შემცირებული არის მანიპულაციებიც და თვითონ ოპერაციის პერიოდი. კვლევებთან დაკავშირებით მაინტერესებს რაღაც არის ხოლმე ვთქვათ გარკვეული საიტები, სადაც იდება მუდმივად ინფორმაცია ოფთალმოლოგიაში რა ხდება ვთქვათ, რა კვლევები მიმდინარეობს ამ დაავადებებთან დაკავშირებით თუნდაც რაღაც ვთქვათ იმედის მომცემი კვლევები, რაიმე თუ გახსენდება? კი ბატონო, სიახლე უფრო გაინტერესებთ ალბათ, ხო? კი ბატონო, სიახლე რაც მახსენდება, ეს არის ამ ბოლო პერიოდში ტექნოლოგიების განვითარებამ ძალიან ესე ვთქვათ, იმოქმედა ყველა დარგზე და ასევე ოფთალმოლოგიაზეც და ნუ გლაუკომას ეს არ ეხება ან აი ძალიან მცირედით თუ არის შენარჩუნებული ფოტორეცეპტორების რაოდენობა მანჩე და ვთქვათ, მხედველობის ნერვის რაღაც მინიმალურად თუ მაინც არის გადარჩენილი შეიძლება, მაგრამ უფრო მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის დროს და არის რაღაც სხვა ესე ვთქვათ, გეოგრაფიული ატროფია და სხვა რაღაც პრობლემები, პიგმენტური რეტინიტი ქვია კიდე ესეც გენეტიკური დაავადება არის. ნუ ამისთვის ახალშობილებისთვის შეიქმნა ეს მედიკამენტი ლუქსტურნა ქვია. ესეც თანამედროვე, ესე ვთქვათ, თანამედროვეების ძალიან დიდი პროგრესი არის დაავადება, ესეთი პიგმენტური რეტინიტი, რომელიც ნუ სიბრმავეს იწვევს საბოლოოდ, არსებობს ფორმები, მაგრამ ნუ საბოლოოდ ისეთი და მედიკამენტი გვაქვს დღეს, ასე თუ ისე, ხო? ძალიან ძვირი ღირს ოღონდ. ჩვენთან არის საქართველოში თუ საქართველოში ამ ეტაპზე არ არის. მოდი დიაგნოზი კიდე ერთხელ რომ გავიბეოროთ. პიგმენტური რეტინიტი. პიგმენტური რეტინიტი. და ვთქვათ ბადურის რომ მოვიდეს თქვენთან რაღაცა მსგავსი დიაგნოზით პაციენტი, თქვენ დიაგნოსტირებასაც აკეთებთ? კი, როგორ არა, ეს სადიაგნოსტიკოთ არ არის. კურნალობის ამბავშიც ახლა შეიძლება არ არის საქართველოში, მაგრამ რაღაცა ახალშობილებში და ადრეულ ეტაპზე პატარა, ასე ვთქვათ, მსრეწლოვან ბავშვებში და ადრეულ ეტაპზე თუ მოხდა ამ დიაგნოზის დადასტურება, აი მან შეიძლება გაკეთდეს ის წამალი, რომელიც ვახსენე და ეს ვირუსული, ესე ვთქვათ, ხასიათის მოქმედება აქვს, როგორც ვირუსი, აი ვთქვათ, ვაქცინაციის დროს ხოლმე არის. ანტისხეულებს წარმოქმნის. შეყავთ თვალის გარკვეულ, ესე ვთქვათ, ანატომიურ მონაკვეთში და იქ ესე ვთქვათ, ისე ცვლის გენურ ფორმირებას ისე აკეთებს, რომ სამომავლოდ აღარ მოხდეს ამ პათოლოგიური ქსოვილების წარმოქმნა, დაზიანება ფოტორეცეპტორების და მოკლედ შენარჩუნება მოხდეს იმ მხედველობის, რაც იმ მომენტში ქონდა ადამიანს. და მეორე სრულიად ბრმებისთვის, ესე რომ ვთქვათ, და უსინათლოებისთვის, ოღონდ მხედველობის ნერვი უნდა იყოს გადარჩენილი, ან ძალიან მცირედი მხედველობა ვისაც აქვს ხოლმე და ნუ ოღონდ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს მისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, უსინათლოთა რიცხვში გადის. მაგრამ უსინათლო შეიძლება იყოს მხედველობის ნერვის დაზიანების გარეშე? გააჩნია პათოლოგიას. კი, შეიძლება ნერვი, მხედველობის ნერვი იყოს გადარჩენილი, მაგრამ ესე ვთქვათ, რაღაც რიგი პრობლემის გამო არ კონდეს ისეთი მხედველობის სიმახვილე, როგორი მხედველობის სიმახვილითაც შეძლებდა კითხვას, გადაადგილებას, სხვადასხვა საქმიანობას, თუნდაც მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის დროს, როდესაც არის გეოგრაფიული ატროფია. და აქ რა სიახლეები მიკროჩიპები გამოიგონეს, რომელიც ინერგება ბადურა გარსზე, ნერვულ შრეში და ესე ვთქვათ, ელექტრული იმპულსების საშუალებით ხდება აღქმა სინათლის სხივიც, გადასცემს მხედველობის ნერვს და მერე უკვე ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ამ გამოსახულების აღქმა ხდება. კი, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია და აი უნდა დაველოდოთ კიდე რამდენიმე წელი, შეიძლება ვთქვათ, რამდენიმე ათწლეული, მაგრამ კი, როგორ არა, ეს უკვე ესე ვთქვათ, ერთი პაციენტი ასევე როგორც მახსოვს კვლევა მაქვს საკითხული 88 წლის ქალბატონი იყო, ვისაც ჩაუსვეს აი ზუსტად გეოგრაფიული ატროფიით, პიგმენტური რეტინიტით, მხედველობა და აქვეითე დაკარგული პაციენტიც იყო და მოკლედ ძალიან კმაყოფილი არის თვითონ იმიტომ რომ ნუ შედეგი მისცა და წარმოიდგინეთ ახლა რამდენიმე წამით რომ თვალები დახუჭოთ და საოცრებაა მასე რო იყოთ და მერე უკვე რა თქმა უნდა ახლა შეიძლება ისეთი მკვეთრი არ არის ეს გამოსა. მაგრამ მისთვის ალბათ ყველაფერია. ეს უკვე მოძრაობა შეუძლია, რაღაცის დანახვა შეიძლება ახლა რაღაც
წიგნივე ღეროვან წაიკითხოს, მაგრამ უჯრედებზეც მოძრაობა, ხო, ღეროვანი უჯრედები არის ასევე, კი რაღაცები მეც ბატონო. კი, ნუ ეს უფრო ცოტა ძველი, გადავხედე, მაგრამ კაიხანია ხო, ეს მეთოდები არის, უბრალოდ ხდება ამ რაღაცა ყველაფრის ახალს იგებენ კვლევები თანდათან. დახვეწა და ნუ Mhm. ეს უფრო ახალი ამისიც დახვეწა ხდება. უბრალოდ ამას აქვს მომავალი და პერსპექტივა, რომ არსებობს რიგი პრობლემები, რა დროსაც მხედველობა არის დაქვეითებული, უსინათლო ადამიანისთვის ეს არის, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი შვება, რომ რაღაც, ესე ვთქვათ, ძალიან. ოპერაციით შეიძლება რომ უკვე მხედველობა მიიღოს. კი. გასაგებია, რომ სიმახვილე ისეთი კარგი ვერ ექნება, მაგრამ მხედველობას ხო, მიიღებს ნუ რაღაც აღქმა დოზით. ექნება, რაც ახარისხი. მთავარია. პროცენტულობა კი. მაინც ის 2-3%-ით, 5%-ით ძალიან Mhm. მაღალია უსინათლოსთვის. რეზი, მადლობა ძალიან დიდი. ძალიან საინტერესო იყო რაღაცაი ვთქვათ პაციენტების მეც ძალიან ბევრი რაღაც დავიჭირე ნიუანსი. მოდი მაინც მოკლედ რომ ვთქვათ და ვისაუბროთ იმაზეც რომ ვიცით რომ მუშაობ კლინიკა ახალმზერაში და რა მიმართულებებზე ხარ რომ უთხრათ ვთქვათ ადამიანებს კი, ისაც ბატონო. შეიძლება უნდადეს რომ მოვიდეს კონსულტაციას და რა პერიოდი ანუ სრულად ხარ თუ გაქვს კიდე რაიმე გეგმაში ვთქვათ საზღვარგარეთ ხომ არ კი, ბატონო. მიდიხარ რასთან დაკავშირებით აი ეს სამომავლო გეგმებზეც რომ ვისაუბროთ და კონკრეტულად რა ხაზით შეიძლება მოვიდეს პაციენტი თქვენთან. კი ბატონო. მე რაც უკვე აღვნიშნე ამ ესე ვთქვათ თემებზე ვმუშაობ, ეს არის თუნდაც გლაუკომა, კატარაქტა, გლაუკომის ლაზერული ქირურგია, ასევე კატარაქტის მიმართულებით ოპერაციებსაც ვაკეთებ. რაც შეეხება ზოგადად ეს ზოგადი სახითაც ასე ვთქვათ მუშაობ და ზოგად ოფთალმოლოგიაში ვიღებ ყველანაირ პაციენტს კონსულტაციები. კონსულტაციას გულისხმობ. სამომავლო გეგმები მაქვს, რომ ჩემი ქირურგიული ესე ვთქვათ არსენალი და ის მასშტაბურობა, რაც მაქვს დღეს, უფრო ესე ვთქვათ გავაფართოვო და უფრო ბევრი სხვა ახალი ტექნოლოგია შევისწავლო. რაც ვფიქრობ, რომ ჩვენს მოსახლეობას პაციენტებს ძალიან გამოადგებათ და არის ესე ვთქვათ აქტუალური რა. მივდივარ კიდევ მესამე წასვლა მიწევს პაკისტანში, სადაც უკვე მესამეთ მივდივარ, მუშაობ იქ ესე ვთქვათ აქტიურად ყოველდღე ძალიან ბევრ ოპერაციებს ვაკეთებ. მყავს ძალიან მაღალი დონის ესე ვთქვათ მასწავლებელთა გუნდი იქ და უკვე მეგობრები, კოლეგები, ვინც ყოველთვის ჩემს გვერდით არიან. რაღაც ვიცი უკვე იმას ესე ვთქვათ ვაკეთებ ისედაც, მაგრამ სიახლეებს ერთად ვსწავლობ და ვაკეთებთ. და მეხმარებიან, რომ ესე ვთქვათ ჩემი ცოდნა როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად, რაც ქირურგიას ეხება, ერთიორად ამაღლდეს და ყველა წასვლაზე მეც ხვდები, რომ ძალიან დიდი ნახტომი მაქვს ხოლმე წინ. ძალიან დასაფასებელია მართლა, რომ ანუ ექიმი მუდმივად ცდილობს, რომ რაღაცა იქ ნახოს, სხვადასხვა ქვეყანაში წავიდეს, თუნდაც სხვადასხვა მენტორი ყავდეს, იმიტომ რომ თუნდაც ექიმი რო არისო, ყოველ ახალ ადამიანთან ურთიერთობა რაღაცას გაძლევს და რაღაცას თქვა შეიძლება სხვანაირად შეხედო და მართლა ძალიან დასაფასებელია. რამდენი წელია, რაც ქირურგიაში რაც ხარ, თქვათ? ანუ ქირურგიაში თავიდანვე ესე ვთქვათ რეზიდენტურად დავამთავრე, ასე თუ ისე ვიყავი, უბრალოდ იყო რომ რაღაც ესე ვთქვათ манипуляციები რასაც ვასრულებდი და შემდგომ ნელ-ნელა მოხდა ჩემი ქირურგიული ტექნიკების და ესე ვთქვათ ტექნიკის დახვეწა და ესე ვთქვათ მომემატა სამუშაო. ნუ ეს უკვე 3 წელზე მეტია. რაც აქტიურად მუშაობ და არ ვაპირებ გაჩერებას. ძალიან დიდი მადლობა, იმედია მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება. აქვე ავიღებ ნებართვას და არ ვიცი, ხა ვაჟღერებ ესე რომ თუ რაიმე კითხვა იქნება გლაუკომასთან დაკავშირებით და კონსულტაციაზეც მე ვიცით რომ კლინიკა ახალმზერაში ხარ, ამას უშვებს მესიჯად, მაგრამ თუ რაიმე კითხვა იქნება, ან რაღაცა რთული შემთხვევა, ან ადამიანი გაურკვევლობაშია, ვთქვათ, ხშირად არის ხოლმე რომ მიდის ერთ ექიმთან, მეორესთან, მესამესთან შეიძლება რაღაცა შეეჭვიეპარება.
მოკლედ შეგიძლიათ მოგწეროთ, შეგვიძლიათ აკავშიროთ ექიმთან, რომ თქვათ კოორდინატები სიამოვნებით. აა სიამოვნებით. რაც შემიძლია ღია ვარ ყველა ესე ვთქვათ ადამიანის და პრობლემის მიმართ და რაც შემიძლია არ დაუშურებ. აქ ვარ, გამომიყენეთ, თუ რამე შემიძლია, მოკლედ ჩემი თავი გენაცვალოთ. კი ბატონო, მადლობა კიდე ერთხელ მადლობა თქვენ. მაყურებლებს მინდა მივმართო ასევე რომ თუ საინტერესოა ჩვენი ვიდეო სერიები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი. მადლობა საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო კითხვებისთვის. ძალიან კარგი წამოწყება არის ვიდეოთა სერიის წარმოება და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან მაღალ პროფესიონალური ვიდეო იყო პირველიც და მე დიდი იმედი მაქვს რომ ყველა შემდგომი ჩანაწერები იქნება ისეთივე იდეალური, როგორი გუნდიც ხართ. მადლობა ძალიან დიდი. ნახვამდის.